1999 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები იბადებოდა, ერთ-ერთ ზუგდიდის სამხედრო ბაზაში იმალებოდა დოსიე, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს იყო პირადი საქმე პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიაზე, ცნობილი როგორც ლოთი, და ამ დოსიეში იყო რაღაც, რაც არც ეროვნული გვარდიის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ. ჩანაწერები მისი საიდუმლო შეხვედრების შესახებ, რომლებიც არ ფიქსირდებოდა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. გეგმები, რომლებიც ასე საიდუმლო იყო, რომ თვით უშიშროების სამსახურის ოფიცრებსაც კი არ ჰქონდათ ცუდომა. მაგრამ 1994 წლის შემდეგ, როდესაც ლოთი დააპატიმრეს, ეს დოკუმენტები უკვალოდ გაქრა. ვინ წაიღო ისინი? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რას მალავდა ეს ჩანაწერები? რატომ უნდა განადგურებულიყო ის ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ადამიანს, რომელიც ერთდროულად იბრძოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და მისი გვერდით? დღეს, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ ავადგინოთ ის ისტორია, რომელიც საქართველომ დაკარგა, ისტორია კაცისა, რომელიც გახდა საკუთარი დროის მძევალი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამხედრო ოფიცერი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ერთ იდეას, ერთგულებას. ერთგულებას არა პარტიისადმი, არა იდეოლოგიისადმი, არამედ ფიცისადმი, რომელიც მისცით თქვენი ქვეყნის პირველ არჩეულ პრეზიდენტს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს იღვიძებთ და ხედავთ, რომ ეს პრეზიდენტი გადაყენებულია სამხედრო გადატრიალების შედეგად. რას აკეთებდით? დაუჯერებდით ახალ ხელისუფლებას, რომელიც თქვენი აზრით უკანონოდ მოვიდა? თუ დარჩებოდით ერთგული იმ ადამიანისადმი, რომელსაც ფიცი მისცით? 1992 წლის იანვარში, როდესაც თბილისში ტანკები გადიოდა და პრეზიდენტის ვიად გამსახურდია იძულებული გახდა დატოვებოდა დედაქალაქი, პოლკოვნიკმა ლოთი ქობალიამ გააკეთა არჩევანი, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას და საქართველოს ისტორიას. ის არ აღიარებდა სამხედრო საბჭოს, არ აღიარებდა ახალ ხელისუფლებას და დაიწყო ის, რასაც ზოგიერთები უწოდებდნენ აჯანყებას, ხოლო სხვები კონსტიტუციის დაცვას. მაგრამ რა იყო ნამდვილი მოტივაცია ამ კაცისა, რომელიც მალე გახდებოდა სამეგრელოს ყველაზე საკამათო ფიგურა? ზუგდიდში, სადაც ლოთი ქობალია ხელმძღვანელობდა ეროვნული გვარდიის ბატალიონს 1999 წლიდან, ხალხი მას იცნობდა როგორც მკაცრ, მაგრამ სამართლიან ოფიცერს. ის არ იყო პოლიტიკოსი, არ იყო იდეოლოგი, ის იყო სამხედრო, რომელიც სწამდა წესრიგისა და კანონის. როდესაც ვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ლოთი მას მისცა ფიცი, არა როგორც პიროვნებას, არამედ როგორც ხალხის არჩეულ ლიდერს, კონსტიტუციურ პრეზიდენტს. ეს ფიცი, ეს სიტყვა, რომელიც მისცა ერის წინაშე, გახდა მისი ცხოვრების განმსაზღვრელი პრინციპი. და როდესაც 1992 წლის დეკემბერში და იანვარში თბილისში დაიწყო ის, რასაც ოფიციალურად უწოდებდნენ ხელისუფლების ცვლილებას, ლოთისთვის ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. არა იმიტომ, რომ ის ბრმად მიჰყვებოდა გამსახურდიას, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, იყო ხალხის ნების უგულებელყოფა. როგორ შეეძლო მას სამხედროს, რომელიც მთელი ცხოვრება ასწავლიდა ახალგაზრდებს ერთგულებას და პატივისცემას კანონისადმი, აღიარებოდა ის, რაც მისი აზრით იყო უკანონობა. სამეგრელოში, რეგიონში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დამოუკიდებელი სულისკვეთებით, ლოთის გადაწყვეტილება არ აღიარებოდა ახალი ხელისუფლება იყო მხარდაჭერილი ათასობით ადამიანის მიერ. ისინი ხედავდნენ მასში არა მეამბოხეს, არამედ დამცველს იმ პრინციპებისა, რომლებზეც უნდა აშენებულიყო ახალი საქართველო. როდესაც ლოთიმ შექმნა შეიარაღებული რაზმები და დაიწყო საპროტესტო აქციები, მათ შორის რკინიგზის ხაზის ბლოკირება, ოფიციალური თბილისი ამას უწოდებდა ბანდიტიზმს და ტერორიზმს. მაგრამ თვით ლოთისთვის და მისი მომხრეებისთვის ეს იყო პოლიტიკური პროტესტი, იყო გზა, რომ მსოფლიოს ეჩვენებინათ, საქართველოში მოხდა უკანონო ხელისუფლების შეცვლა. რკინიგზის ბლოკირება არ იყო მიზანი თავისთავად, ეს იყო საშუალება, რომ ყურადღება მიექცია იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც არ აღიარებს ახალ რეჟიმს. ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც ამბობდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენ არ დავივიწყებთ, ჩვენ არ დავუჯერებთ იმას, რაც მოხდა თბილისში. მაგრამ ისტორიას ჰქონდა სხვა გეგმები ლოთი ქობალიასთვის. 1993 წლის ზაფხულში, როდესაც აფხაზეთში ომი უკვე სრულ ძალაზე მიმდინარეობდა და სოხუმი საფრთხეში იყო, მოხდა რაღაც, რაც არავინ ელოდა. პოლკოვნიკი, რომელიც თვეების განმავლობაში იბრძოდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებდა მის ლეგიტიმურობას, რომელიც აბლოკავდა რკინიგზას და აფრთხობდა დასავლეთ საქართველოს, უეცრად გააკეთა ის, რაც არავის ესმოდა. ლოთი ქობალიამ თავისი ტანკებითა და რაზმებით შევიდა აფხაზეთში ოჩამჩირის მიმართულებით, რათა დახმარებოდა ქართულ არმიას. ეს იყო მოულოდნელი შემოbrunება, იყო ჟესტი, რომელიც აბნევდა როგორც მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს. რატომ?
რატომ გადაწყვიტა კაცმა, რომელიც თბილისის ხელისუფლებას უწოდებდა უკანონოს, რომ დაეხმარა ამ ხელისუფლებას ყველაზე კრიტიკულ მომენტში? პასუხი მარტივი იყო და ამავე დროს რთული. პატრიოტიზმი აღმოჩნდა უფრო ძლიერი ვიდრე პოლიტიკური უთანხმოება. ლოთი ქობალია როგორც სამხედრო ხედავდა რაღაცას, რასაც ბევრი პოლიტიკოსი ვერ ხედავდა. ის ხედავდა, რომ საქართველო იყო საფრთხეში, არა შიდა პოლიტიკური ბრძოლების გამო, არამედ გარე საფრთხის გამო, რომელიც ემუქრებოდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთში მიმდინარე ომი არ იყო უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი, ეს იყო ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის. და ამ მომენტში, როდესაც სოხუმი ცვივა, როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ, როდესაც ათასობით ადამიანი ხდებოდა ლტოლვილი, ლოთისთვის შიდა პოლიტიკური დავები მეორეხარისხოვანი გახდა. ის იყო ჯარისკაცი და ჯარისკაცისთვის სამშობლოს დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადი ამბიციები თუ პოლიტიკური შურისძიება. როდესაც მისმა ტანკებმა შევიდნენ ოჩამჩირაში, ეს იყო სიგნალი იმისა, რომ საქართველოს ერთიანობა უფრო ღირებული იყო ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური განსხვავება. ეს იყო მომენტი, როდესაც ლოთი ქობალია აჩვენა, რომ ის არ იყო უბრალოდ მეამბოხე ან ოპოზიციონერი, ის იყო ქართველი ოფიცერი, რომელიც პირველ რიგში ფიქრობდა ქვეყნის შენარჩუნებაზე. მაგრამ ეს ერთიანობა, ეს მოკლევადიანი ზავი არ გაგრძელდა დიდხანს. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც სოხუმი დაეცა, როდესაც ქართული არმია იძულებული გახდა უკან დახევა, როდესაც ათასობით ლტოლვილი გაიქცა აფხაზეთიდან, ლოთი ქობალია იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ყველაზე მწარედ განიცადა ეს დამარცხება. მისთვის სოხუმის დაცემა არ იყო უბრალოდ სამხედრო წარუმატებლობა, ეს იყო ღალატი. ის ადანაშაულებდა შევარდნაძის ხელისუფლებას იმაში, რომ მათ ვერ დაიცვეს ქალაქი, რომ მათ ვერ უზრუნველყოს საკმარისი მხარდაჭერა ჯარისკაცებისთვის, რომ მათ შესაძლოა თვითონაც ჩაბარეს სოხუმი პოლიტიკური თამაშების გამო. ეს დამარცხება, ეს ტრაგედია, რომელიც განიცადა მთელმა საქართველომ, ლოთისთვის იყო საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ ის მართალი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ მოვიდა, ვერ შეძლებდა ქვეყნის დაცვას. და ამ მომენტში, ტკივილით და გაბრაზებით სავსე, ლოთი ქობალიამ კვლავ აიღო იარაღი, მაგრამ ამჯერად არა აფხაზეთის მტრის წინააღმდეგ, არამედ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ის ადანაშაულებდა ქვეყნის ღალატში. 1993 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, ლოთი ქობალია იყო სვიადგამსახურდიას მეამბოხე მთავრობის თავდაცვის მინისტრი. ეს იყო პერიოდი, როდესაც დასავლეთ საქართველო კვლავ ჩაეფლო სამოქალაქო დაპირისპირების ალში. ლოთისთვის ეს არ იყო აჯანყება, ეს იყო გაგრძელება იმ ბრძოლისა, რომელიც დაიწყო 1992 წელს, ბრძოლა იმ პრინციპებისთვის, რომლებშიც ის სწამდა. მაგრამ ამჯერად ბრძოლა უფრო სასტიკი იყო, უფრო სისხლიანი, უფრო ტრაგიკული. ეს აღარ იყო პოლიტიკური პროტესტი, ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ქართველები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, სადაც ძმა ეწინააღმდეგებოდა ძმას, სადაც ერთი და იგივე ქვეყნის მოქალაქეები კლავდნენ ერთმანეთს იმ იდეების გამო, რომლებიც თითოეულ მათგანს სწორად ეჩვენებოდა. ლოთი ქობალია, კაცი, რომელიც ოდესღაც დაეხმარა ქართულ არმიას აფხაზეთში, ახლა იბრძოდა ამ არმიის წინააღმდეგ. ეს იყო ტრაგედია, რომელსაც არ ჰქონდა გამარჯვებულები, მხოლოდ დამარცხებულები, მხოლოდ მსხვერპლი, მხოლოდ ტკივილი. 1994 წელს, როდესაც ლოთის რაზმები დამარცხდნენ და ის თვითონ დააპატიმრეს, საქართველოს ისტორიაში დაიხურა კიდევ ერთი სამწუხარო თავი. პოლკოვნიკი, რომელიც ოდესღაც იყო ეროვნული გვარდიის პატივსაცემი ოფიცერი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში ქართველი ჯარისკაცების გვერდით, რომელიც სწამდა ერთგულების და ფიცის, ახლა იყო პატიმარი, მსჯავრდებული სიკვდილით, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა. მისი ისტორია გახდა სიმბოლო იმ დროის, როდესაც საქართველო იყო გაყოფილი, როდესაც ადამიანები იძულებულნი იყვნენ ირჩევდნენ მხარეს, როდესაც არ არსებობდა მარტივი პასუხები და სწორი გადაწყვეტილებები. ლოთი ქობალია გარდაიცვალა 2001 წელს და მისი სიკვდილით დასრულდა ცხოვრება კაცისა, რომელიც იყო ერთდროულად გმირი და მეამბოხე, პატრიოტი და ოპოზიციონერი, ერთგული ჯარისკაცი და პოლიტიკური მებრძოლი. მაგრამ რა იყო ნამდვილი ლოთი ქობალია? ვინ იყო ეს კაცი, რომლის ისტორია ასე რთულია და ასე საკამათო? დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ საქართველო ჯერ კიდევ ცდილობს გაიგოს ის პერიოდი, ცდილობს შეაფასოს ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ ისტორიის მონაწილეები. ზოგიერთისთვის ლოთი ქობალია რჩება გმირად, კაცად, რომელიც არასოდეს უღალატა თავის ფიცს, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რაც მისი აზრით იყო სწორი, რომელიც არ შეეშინდა დაეპირისპირებინა ხელისუფლება, როდესაც ის თვლიდა, რომ ეს ხელისუფლება უკანონოა. სხვებისთვის ის არის პრობლემური ფიგურა, კაცი, რომელმაც წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელმაც გაართულა უკვე რთული სიტუაცია, რომელმაც იარაღი აიღო საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ არის თუ არა ეს შეფასებები სამართლიანი?
არის თუ არა შესაძლებელი ადამიანის დაყვანა მხოლოდ გმირის ან მიამბოხის კატეგორიაში, როდესაც ის ცხოვრობდა დროში, როდესაც თვითონ ისტორია იყო ქაოსური და წინააღმდეგობრივი. რეალობა ისაა, რომ ლოთი ქობალია იყო საკუთარი დროის მძევალი. ის იყო კაცი, რომელიც ცხოვრობდა ეპოქაში, როდესაც საქართველო გადიოდა უმძიმეს ტრანსფორმაციას, როდესაც ძველი წესრიგი იშლებოდა და ახალი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები იძულებულნი იყვნენ მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს უკიდურეს პირობებში. ხშირად არ ჰქონდათ დრო ან შესაძლებლობა ყველა შედეგზე ფიქრისთვის. ლოთი იყო სამხედრო, რომელიც ასწავლეს ერთგულება, დისციპლინა, ფიცის პატივისცემა. და როდესაც ის ხედავდა, რომ ის პრინციპები, რომლებშიც ის სწამდა, ირღვეოდა, ის არ შეეძლო უბრალოდ დაჩუმებულიყო. მისი ტრაგედია იყო ის, რომ ის ცხოვრობდა დროში, როდესაც ერთგულება ერთ პრინციპს ავტომატურად ნიშნავდა კონფლიქტს სხვა პრინციპებთან. როდესაც ის რჩებოდა ერთგულის ვიადგამსახურდიას, როგორც არჩეულ პრეზიდენტს, ის ავტომატურად ხდებოდა მეამბოხე ახალი ხელისუფლების თვალში. როდესაც ის ეხმარებოდა ქართულ არმიას აფხაზეთში, ის აჩვენებდა, რომ პატრიოტიზმი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პოლიტიკური უთანხმოება. და როდესაც ის კვლავ იბრძოდა ხელისუფლების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის შემდეგ, ის გამოხატავდა იმ ტკივილს და იმედგაცრუებას, რომელსაც გრძნობდა მთელი ერი. ლოთი ქობალიას ისტორია არის ისტორია გაყოფილი ერისას, სადაც ძმა წავიდა ძმის წინააღმდეგ, სადაც ადამიანები, რომლებიც ერთნაირად უყვარდათ საქართველო, იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს საქართველო. ეს არის ისტორია იმ ტრაგედიისა, რომელიც ხდება, როდესაც პოლიტიკური კრიზისი გადადის სამოქალაქო კონფლიქტში, როდესაც დიალოგი იცვლება იარაღით, როდესაც კომპრომისის ნაცვლად ირჩევენ დაპირისპირებას. და ლოთი ქობალია, როგორც ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, არის სიმბოლო იმ დროისა, რომელიც იყო სავსე ტკივილით, იმედგაცრუებით, მაგრამ ასევე რწმენით, პრინციპებით და ერთგულებით. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკურ კონფლიქტებს და სამხედრო დაპირისპირებებს, არამედ ადამიანურ ტრაგედიებს იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობდნენ გააკეთონ ის, რაც მათი აზრით იყო სწორი, მაგრამ აღმოჩნდნენ ისტორიის ტალღებში, რომლებიც მათზე ძლიერი იყო. ლოთი ქობალია არ იყო უბრალოდ გმირი და არც უბრალოდ მეამბოხე. ის იყო ქართველი ოფიცერი, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში, რომელიც აკეთებდა არჩევანს, რომელიც მისთვის ეჩვენებოდა სწორად და რომელიც გადაიხადა ფასი ამ არჩევანისთვის. მისი ისტორია არის გაკვეთილი ჩვენ ყველასთვის, გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც საზოგადოება კარგავს უნარს დიალოგისა, როდესაც პოლიტიკური განსხვავებები იქცევა სამოქალაქო ომად, როდესაც ადამიანები ივიწყებენ, რომ მათ ყველას აქვთ ერთი საერთო სიყვარული საკუთარი ქვეყნისადმი. და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ლოთი ქობალიას ისტორია გვისვამს, არის ეს, როდესაც ისტორია გაყოფს ერთს ორ ბანაკად, როდესაც ორივე მხარეს წამს, რომ ის იბრძვის სამართლიანი საქმისთვის, როგორ ვიპოვოთ გზა შერიგებისკენ. როგორ ვისწავლოთ იმ წარსულიდან, რომელიც ასე მტკივნეულია. როგორ ვაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ ისტორიის მონაწილეები, მათი ყველა წინააღმდეგობრიობით, მათი ყველა რთული არჩევანით. ეს არის კითხვები, რომლებზეც საქართველო ჯერ კიდევ ეძებს პასუხებს, და ლოთი ქობალიას ისტორია არის ერთ-ერთი გასაღები ამ პასუხების მოსაძებნად. მე ვიცოდი, რომ ის დღე მოვიდოდა, ამბობს ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა ზუგდიდის რაიონში 1992 წლიდან 1994 წლამდე და მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უშიშროების შიდაწრისა საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც მათ ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას უსაფრთხოების მიზეზების გამო, გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ჩანაწერებში, ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ლოთი ქობალია შეენარჩუნებინა ბალანსი ორ შეუთავსებელ ლოიალობას შორის და რატომ იყო ეს ბალანსი განწირული თავიდანვე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, იწყებს ყოფილი ოფიცერი, მისი თვალები მიმართულია ფანჯარაში, თითქოს ის ხედავს იმ წარსულს, რომელიც ასე ცოცხლად რჩება მის მეხსიერებაში. თქვენ ხართ სამხედრო, რომელსაც ასწავლეს, რომ ფიცი არის წმინდა, რომ ერთგულება არის ყველაფერი. თქვენ მისცით ფიცი პრეზიდენტს, რომელიც აირჩია ხალხმა. მაგრამ შემდეგ ეს პრეზიდენტი გადააყენეს ძალით. ახალი ხელისუფლება გეუბნებათ, დაივიწყე ძველი ფიცი, მოგვეცა ახალი. მაგრამ როგორ შეგიძლია? როგორ შეგიძლია უბრალოდ წაშალო ის სიტყვები, რომლებიც თქვი ერის წინაშე? ეს არის კითხვა, რომელიც ლოთი ქობალიას აწამებდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს იმ პერიოდში, როდესაც საქართველო იყო გაყოფილი ორ ბანაკად.
და ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობდა მარტივი პასუხი. ყოფილი ოფიცერი გვიყვება დეტალებს, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. ის გვიყვება, თუ როგორ იყრიდა ლოთი თავის უახლოეს თანამშრომლებს ღამის საათებში, როგორ ისხდნენ ისინი ზუგდიდის სამხედრო ბაზის ერთ-ერთ დაცულ ოთახში და განიხილავდნენ არა სამხედრო სტრატეგიებს, არამედ მორალურ დილემებს. ლოთი არ იყო უბრალოდ სამხედრო მეთაური, ამბობს ოფიცერი. ის იყო ფილოსოფოსი თავისებურად, კაცი, რომელიც ცდილობდა გაეგო, რა იყო სწორი და რა არასწორი იმ სიტუაციაში, სადაც თვითონ სიმართლე იყო ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი. ამ შეხვედრებზე, ამ ღამის განხილვებზე, ლოთი ხშირად იმეორებდა ერთ და იმავე ფრაზას: ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით უკანონობის წინააღმდეგ. ეს განსხვავება, ეს ნიუანსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის, თუმცა გარე სამყაროსთვის ეს განსხვავება ხშირად უხილავი რჩებოდა. მაგრამ იყო რაღაც სხვაც, რაზეც ეს ოფიცერი საუბრობს, რაღაც, რაც აჩვენებს ლოთი ქობალიას სხვა მხრიდან, უფრო ადამიანურ მხრიდან. ლოთი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი, ჰქონდა შვილები, ჰქონდა ოცნებები მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ, ამბობს ოფიცერი და მის ხმაში ისმის ნოსტალგია. მაგრამ ის ცხოვრობდა დროში, როდესაც მშვიდობიანი ცხოვრება იყო ფუფუნება, რომელსაც ვერავინ შეეძლო ნება დაერთო. ოფიცერი იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც მას განსაკუთრებით ახსოვს. ეს იყო 1992 წლის გაზაფხული, რამდენიმე თვის შემდეგ იმისა, რაც ლოთიმ გადაწყვიტა არ აღიარებოდა ახალი ხელისუფლება. ერთ საღამოს, როდესაც ყველა სხვა წავიდა, ლოთი დარჩა მარტო თავის ოფისში და ოფიცერმა შემთხვევით დაინახა, როგორ იჯდა ის თავის მაგიდასთან, ხელში ფოტოსურათი თავისი ოჯახისა და ტიროდა. ეს იყო ერთადერთი დრო, როდესაც მე ვნახე ლოთი ტირილში, ამბობს ოფიცერი. და მე მივხვდი, რომ ეს კაცი არ იყო ფანატიკოსი, არ იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა ომი ან კონფლიქტი. ის იყო უბრალოდ კაცი, რომელიც იძულებული იყო ირჩევდა მძიმე არჩევანს და ეს არჩევანი აშორებდა მას ყველაფერს, რაც მას უყვარდა. ეს ადამიანური მხარე ლოთი ქობალიასი, ეს მოწყვლადობა, რომელიც იმალებოდა მკაცრი სამხედრო ფასადის უკან, არის რაღაც, რაზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. ოფიციალური ისტორია, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, ხშირად წარმოგვიდგენს ლოთის როგორც ერთგანზომილებიან ფიგურას, ან როგორც გმირს, რომელიც არასოდეს დაიჩვებულა საკუთარ თავში, ან როგორც მეამბოხეს, რომელიც მხოლოდ ანარქიას ქმნიდა. მაგრამ რეალობა, როგორც ყოველთვის, არის ბევრად უფრო რთული. ლოთი ქობალია იყო კაცი, რომელიც ეჭვობდა, რომელიც ტანჯულობდა, რომელიც ღამეებს ატარებდა ფიქრებში იმის შესახებ, სწორი იყო თუ არა მისი გადაწყვეტილებები. მაგრამ ის ასევე იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ღრმა რწმენა იმაში, რაც აკეთებდა, რწმენა, რომელიც იყო ძლიერი ვიდრე ეჭვები, ძლიერი ვიდრე შიში, ძლიერი ვიდრე თვითონ სიკვდილის საფრთხე. მეორე ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ასევე ითხოვს ანონიმურობას, გვიყვება სხვა ასპექტზე ლოთის პიროვნებისა, მის ურთიერთობაზე თავის ჯარისკაცებთან. ლოთი არ იყო ტიპიური სამხედრო მეთაური, რომელიც უბრალოდ აძლევდა ბრძანებებს და ელოდა შესრულებას, ამბობს ის. ის იყო ლიდერი, რომელიც იცნობდა თავის ადამიანებს, იცნობდა მათ ოჯახებს, იცნობდა მათ პრობლემებს. ეს თანამშრომელი იხსენებს, თუ როგორ ხარჯავდა ლოთი საათებს ჯარისკაცებთან საუბარში, როგორ ესწრებოდა მათ ოჯახურ ღონისძიებებს, როგორ ეხმარებოდა მათ პირად საკითხებში. ეს არ იყო პოლიტიკური თამაში ან პიარი, ხაზს უსვამს თანამშრომელი. ეს იყო ნამდვილი ზრუნვა, ნამდვილი ინტერესი. და სწორედ ამიტომ იყო მისი ჯარისკაცები მზად მიხოლოდნენ მას ნებისმიერ სიტუაციაში, მიხოლოდნენ მას თუნდაც სიკვდილამდე. ეს ლოიალობა, ეს ღრმა კავშირი ლოთსა და მის ჯარისკაცებს შორის იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი რაზმები იყვნენ ასე ეფექტური და ასე ერთგული. მაგრამ ეს ასევე იყო ტრაგედიის წყარო, რადგან ეს ლოიალობა ნიშნავდა, რომ ასობით ახალგაზრდა კაცი მიჰყვებოდა ლოთის იმ გზაზე, რომელიც მიჰყავდა კონფლიქტისკენ, ტრაგედიისკენ, სიკვდილისკენ. ბევრი იმ ჯარისკაცთაგანი, რომლებიც იბრძოდნენ ლოთის გვერდით, დღეს აღარ არიან ჩვენთან, ამბობს თანამშრომელი და მის ხმაში ისმის ღრმა მწუხარება. ისინი დაიღუპნენ იმ ბრძოლებში, რომლებიც მოხდა 1993 და 1994 წლებში. და ყოველ ჯერზე, როდესაც ვიხსენებ მათ, მე ვფიქრობ, ღირდა თუ არა. ღირდა თუ არა ეს მსხვერპლი? და პასუხი, რომელსაც ვიღებ, ყოველთვის არის ერთი და იგივე. ეს იყო ტრაგედია, რომელსაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რომელიც იყო გარდაუვალი იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიყავით. მესამე ყოფილი უშიშროების წევრი, რომელიც საუბრობს ჩვენთან, გვიყვება ერთ ეპიზოდზე, რომელიც მისი თქმით არის გასაღები ლოთი ქობალიას პიროვნების გასაგებად. ეს იყო 1993 წლის ზაფხული, სწორედ ის პერიოდი, როდესაც ლოთიმ გადაწყვიტა შევიდა აფხაზეთში და დაეხმარა ქართულ არმიას.
ერთ საღამოს რამდენიმე დღით ადრე ვიდრე მისი რაზმები გაემართებოდნენ ოჩამჩირისკენ, ლოთი მოიწვია რამდენიმე ჩვენგანი და გვითხრა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, იხსენებს ის. მან თქვა, მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ გაიგებს ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი მომხრეები იფიქრებენ, რომ მე ვღალატობ მათ, რადგან ვეხმარები იმ ხელისუფლებას, რომელსაც არ ვაღიარებ. ჩემი მოწინააღმდეგეები იფიქრებენ, რომ ეს არის ხრიკი, რაღაც საიდუმლო გეგმა. მაგრამ რეალობა მარტივია, საქართველოს საფრთხეშია და როდესაც შენი სახლი იწვის, შენ არ ფიქრობ იმაზე, ვინ მოიტანა ასანთი. შენ უბრალოდ ცდილობ ჩააქრო ცეცხლი. ეს მეტაფორა, ეს სახე იმისა, თუ როგორ ხედავდა ლოთი სიტუაციას, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, თუ რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრისთვის ჩანდა წინააღმდეგობრივად. მისთვის აფხაზეთში შესვლა არ იყო პოლიტიკური ჟესტი, არ იყო მცდელობა შეერიგებოდა ხელისუფლებასთან. ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო მის ღრმა რწმენაზე, რომ საქართველოს შენარჩუნება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური დავა. ლოთი მეგვითხრა იმ საღამოს გრძელდება ყოფილი თანამშრომელი, რომ თუ ჩვენ დავკარგავთ აფხაზეთს, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს ნაწილს და ეს იქნება ტრაგედია, რომელსაც ვერასოდეს გამოვასწორებთ. და ის მართალი იყო. სოხუმის დაცემა იყო ტრაგედია, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საქართველოს დღესაც. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ეს მცდელობა დაეხმარა ქართულ არმიას აფხაზეთში, ასევე იყო დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით გახდებოდა ლოთის საბოლოო ტრაგედია. რადგან როდესაც სოხუმი მაინც დაეცა, როდესაც ყველა ის მსხვერპლი, რომელიც გაიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა, აღმოჩნდა ამაო, ლოთი განიცადა რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს ღრმა იმედგაცრუება და ღალატის გრძნობა. მან იფიქრა, რომ თუ ის დაეხმარებოდა, თუ ის შეიტანდა თავის წვლილს, მაშინ შესაძლოა სოხუმი გადარჩებოდა, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ როდესაც ქალაქი მაინც დაეცა, როდესაც ათასობით ლტოლვილი გაიქცა, როდესაც ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ლოთი მიგრძნო, რომ ის გატყუეს. ის იგრძნო, რომ ხელისუფლებამ არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ შესაძლოა თვითონაც ჩაბარეს სოხუმი რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს გრძნობა ღალატისა, ეს რწმენა, რომ სოხუმის დაცემა არ იყო უბრალოდ სამხედრო წარუმატებლობა, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო ის, რაც აიძულა ლოთი კვლავ აეღო იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ამჯერად ის იყო უფრო გაბრაზებული, უფრო იმედგაცრუებული, უფრო რადიკალური. ლოთი, რომელიც დაბრუნდა აფხაზეთიდან, არ იყო იგივე ლოთი, რომელიც წავიდა, ამბობს ერთ-ერთი მისი ახლო თანამშრომელი. რაღაც შეიცვალა მასში. ის გახდა უფრო მკაცრი, უფრო შეუპოვარი, უფრო დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლება იყო მთავარი მტერი საქართველოსთვის. ეს ტრანსფორმაცია, ეს ცვლილება ლოთის პიროვნებაში იყო ტრაგიკული, რადგან ის ნიშნავდა, რომ კომპრომისის ნებისმიერი შანსი, დიალოგის ნებისმიერი შესაძლებლობა უკვე დაკარგული იყო. და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა ლოთი ქობალიას ისტორიაში, იყო თუ არა სხვა გზა. შეეძლო თუ არა მას, შეეძლო თუ არა საქართველოს, თავიდან აეცილებინა ის ტრაგედია, რომელიც მოხდა 1993 და 1994 წლებში. ყოფილი უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც საუბრობენ ჩვენთან, აძლევენ განსხვავებულ პასუხებს ამ კითხვაზე. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ თუ ხელისუფლება იქნებოდა უფრო მოქნილი, თუ ის ცდილობდა დიალოგს ლოთთან და მის მომხრეებთან, შესაძლოა კონფლიქტი თავიდან იქნებოდა აცილებული. ლოთი არ იყო ადამიანი, რომელიც უარს იტყოდა დიალოგზე, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ დიალოგი მოითხოვს ორ მხარეს და ხელისუფლება არ იყო მზად ისაუბროს მასთან როგორც თანასწორთან, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალასთან. ისინი მას უწოდებდნენ ბანდიტს, ტერორისტს და როგორ შეგიძლია ისაუბრო ადამიანთან, რომელსაც ასე აფასებ, სხვები კი თვლიან, რომ თვითონ ლოთი იყო ძალიან რადიკალური, ძალიან შეუპოვარი, რომ მიეღწია კომპრომისისთვის. ლოთის პრობლემა იყო ის, რომ ის ხედავდა მსოფლიოს შავ-თეთრად, ამბობს სხვა ყოფილი თანამშრომელი. მისთვის არსებობდა მხოლოდ სწორი და არასწორი, კანონიერი და უკანონო, ერთგული და მოღალატე. ამ შავ-თეთრ ხედვაში არ იყო ადგილი ნაცრისფერი ზონებისთვის, არ იყო ადგილი კომპრომისისთვის. და ეს იყო მისი ძლიერება, მაგრამ ეს ასევე იყო მისი სისუსტე. ეს შეფასება, თუმცა მკაცრი, შესაძლოა შეიცავს რაღაც ჭეშმარიტებას. ლოთი ქობალია მართლაც იყო კაცი ძლიერი პრინციპებით, კაცი, რომელიც არ იყო მზად დათმობოდა იმას, რასაც ის თვლიდა ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად. მაგრამ პოლიტიკა, განსაკუთრებით პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში, ხშირად მოითხოვს კომპრომისს, მოითხოვს მოქნილობას, მოითხოვს უნარს დაინახო ნაცრისფერი ზონები. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა ის, შეეძლო თუ არა ლოთის ან ხელისუფლების თავიდან აეცილებინა კონფლიქტი, არამედ ის, რატომ მოხდა ეს კონფლიქტი საერთოდ.
და პასუხი ამ კითხვაზე მიგვიყვანს უფრო ღრმა პრობლემებთან, რომლებიც ეხებოდა არა მხოლოდ ლოთი ქობალიას ან კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ მთელ საქართველოს, მთელ საზოგადოებას. საქართველო 1990 და 1993 წლებში იყო ქვეყანა, რომელიც გადიოდა უმძიმეს კრიზისს, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ, სოციალურ იდენტობის კრიზისს. ძველი საბჭოთა სისტემა იშლებოდა, მაგრამ ახალი სისტემა ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. ხალხი არ იცოდა, რას ელოდა, რას სჯეროდა, ვის ენდობოდა. ამ ქაოსში, ამ გაურკვევლობაში ადამიანები ეძებდნენ მყარ-საყრდენს, ეძებდნენ ლიდერებს, რომლებიც მათ მისცემდნენ მიმართულებას, მისცემდნენ იმედს. ლოთი ქობალია იყო ერთ-ერთი ასეთი ლიდერი სამეგრელოში. ის წარმოადგენდა იმას, რაც ბევრი ადამიანისთვის იყო მნიშვნელოვანი: სტაბილურობას, პრინციპულობას, ერთგულებას. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ საქართველოში არსებობდა სხვადასხვა ხედვა იმისა, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს სტაბილურობა, ეს პრინციპულობა, ეს ერთგულება. ზოგიერთისთვის ეს ნიშნავდა ერთგულებას სვიად გამსახურდიასადმი, როგორც პირველი არჩეული პრეზიდენტისადმი. სხვებისთვის ეს ნიშნავდა მხარდაჭერას ახალი ხელისუფლებისა, რომელიც, მათი აზრით, იყო უფრო პრაგმატული და უფრო შესაძლებელი გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. და ეს განსხვავებული ხედვები, ეს განსხვავებული ლოიალობები გახდა საფუძველი იმ კონფლიქტისა, რომელიც გაყო საქართველო და რომელმაც მოიტანა ასე ბევრი ტკივილი და ტრაგედია. ლოთი ქობალიას ისტორია, როგორც ამბობენ ყოფილი უშიშროების თანამშრომლები, არის სარკე, რომელშიც საქართველომ უნდა შეხედოს საკუთარ თავს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც საზოგადოება კარგავს უნარს დიალოგისა, როდესაც პოლიტიკური განსხვავებები იქცევა პირად მტრობად, როდესაც კომპრომისი ითვლება სისუსტედ და არა სიბრძნედ. ჩვენ ყველანი ვიყავით დამნაშავენი იმაში, რაც მოხდა, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ოფიცერი და მის ხმაში ისმის ღრმა სინანული. არა მხოლოდ ლოთი, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ჩვენ ყველანი, ჩვენ, რომლებიც ვიყავით იქ, რომლებიც ვხედავდით რა ხდებოდა და ვერ შევაჩერეთ ეს. ჩვენ ვიყავით ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც აწარმოებდა ტრაგედიას და ჩვენ ვატარებთ ამ ტვირთს დღემდე. ეს აღიარება, ეს გაცნობიერება კოლექტიური პასუხისმგებლობისა არის რაღაც, რაც შესაძლოა დაეხმაროს საქართველოს გაიგოს თავისი წარსული და ისწავლოს მისგან. რადგან ლოთი ქობალიას ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, ეს არის ისტორია მთელი ერისა, რომელიც გადიოდა უმძიმეს გამოცდას. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებსაც ეს ისტორია გვასწავლის, გაკვეთილები დიალოგის მნიშვნელობის შესახებ, კომპრომისის აუცილებლობის შესახებ, იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მხარეს პოლიტიკურ ბარიკადებზე, არ არიან მტრები, არამედ თანამოქალაქეები, რომლებსაც უბრალოდ აქვთ განსხვავებული ხედვა მომავლის შესახებ. დღეს, როდესაც ჩვენ ვუსმენთ ამ ყოფილ უშიშროების თანამშრომლებს, როდესაც ვისმენთ მათ მოგონებებს ლოთი ქობალიაზე, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ ფიგურას, არამედ ადამიანს თავისი ძლიერებებით და სისუსტეებით, თავისი რწმენებით და ეჭვებით, თავისი გმირობით და ტრაგედიით. და შესაძლოა სწორედ ეს ადამიანური განზომილება, ეს გაცნობიერება, რომ ლოთი იყო არა რაღაც აბსტრაქტული სიმბოლო, არამედ ცოცხალი, მოსუნთქავი ადამიანი, დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რაც მოხდა და ვიპოვოთ გზა შერიგებისკენ. რადგან შერიგება არ ნიშნავს დავიწყებას, არ ნიშნავს იმის უარყოფას, რაც მოხდა. შერიგება ნიშნავს გაგებას, ნიშნავს აღიარებას, რომ ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მოტივაცია, თავისი ტკივილი, თავისი ტრაგედია. და მხოლოდ ამ გაგების საფუძველზე შეგვიძლია ავაშენოთ მომავალი, სადაც ასეთი კონფლიქტები აღარ განმეორდება. რა არის თქვენი აზრი? შეიძლება თუ არა ერმა ნამდვილად ისწავლოს თავისი ისტორიიდან, თუ ჩვენ განწირულნი ვართ განვიმეოროთ იგივე შეცდომები, იგივე ტრაგედიები, თუნდაც სხვა ფორმით, სხვა სახელებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ლოთი ქობალიაზე, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი გეგმა, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა ღამის საათებში ზუგდიდის სამხედრო ბაზის დაცულ ოთახებში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული იმ კაცისადმი, რომელსაც მიჰყვებოდით წლების განმავლობაში, თუ გადაარჩინოთ საკუთარი ცხოვრება და თქვენი ოჯახის მომავალი. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც სოხუმი დაეცადა ყველაფერი, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, ჩამოიშალა, ეს 12 ადამიანი გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი უღალატონ თავიანთ უზენაეს მეთაურს? რა იყო ის გარდამტეხი წერტილი, როდესაც ერთგულება გადაიქცა გადარჩენის ინსტინქტად? და რატომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ატარებენ ამ არჩევანის ტვირთს? ერთ-ერთი იმ 12-დან, რომელიც დღეს საუბრობს ჩვენთან სრული ანონიმურობის პირობებში, იხსენებს იმ საღამოს, როდესაც ყველაფერი შეიცვალა.
ეს იყო 1993 წლის სექტემბრის ბოლო, რამდენიმე დღის შემდეგ სოხუმის დაცემისა და ატმოსფერა ზუგდიდში იყო მძიმე, თითქოს თვითონ ჰაერი გაჟღენთილი იყო იმედგაცრუებით და შიშით. ლოთი იჯდა თავის ოფისში და ჩვენ, მისი უახლოესი წრე ვიყავით იქვე იხსენებს ის და მისი ხმა კანკალებს მოგონებებისგან. მაგიდაზე იყო გაშლილი რუკა აფხაზეთისა და ლოთი უყურებდა მას ისე, თითქოს ცდილობდა გაეგოს, სად შეცდა, სად დაკარგა ის ბრძოლა, რომელშიც ის სწამდა. მაგრამ ყველაზე საშინელი არ იყო რუკა. ყველაზე საშინელი იყო ის, რაც ლოთიმ გვითხრა იმ საღამოს. ის გააჩერებს თხრობას, თითქოს აგროვებს ძალას გააგრძელოს და შემდეგ ამბობს ლოთიმ გვითხრა, რომ ის აპირებდა კვლავ აეღო იარაღი, მაგრამ ამჯერად არა აფხაზეთის მტრის წინააღმდეგ, არამედ თბილისის ხელისუფლების წინააღმდეგ. და ის გთხოვდა, რომ მივყოლოდით მას ამ ბოლო ბრძოლაში. ამ მომენტში, ამ ოთახში, სადაც 12 ადამიანი იჯდა და უსმენდა თავიანთ მეთაურს, მოხდა რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს უხილავი გარღვევა. ჩვენ ყველანი ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ლოთი კვლავ დაიწყებდა ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს იქნებოდა არა პოლიტიკური პროტესტი, არამედ სრული სამოქალაქო ომი. და ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ომში ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ძალა ან мотивация, არამედ იმიტომ, რომ ხალხი, თვითონ ჩვენი ხალხი სამეგრელოში უკვე დაიღალა. ისინი დაიღალნენ ომისგან, დაიღალნენ სიკვდილისგან, დაიღალნენ იმედგაცრუებისგან. და ჩვენ, ის 12, რომლებიც ვიჯექით იმ ოთახში, უნდა გვეღირსა, გავაგრძელებდით მიყოლებას ლოთის გზაზე, რომელიც მიგვიყვანდა გარდაუვალ ტრაგედიამდე, თუ ვეცდებოდით ვიპოვოთ სხვა გზა, თუნდაც ეს ნიშნავდა იმას, რასაც ზოგიერთები უწოდებდნენ ღალატს. ეს არჩევანი, ეს მომენტი, როდესაც ერთგულება ეჯახება გადარჩენის ინსტინქტს, არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ტრაგიკული მომენტი ადამიანის ცხოვრებაში. და იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იჯდნენ ლოთის ოფისში იმ საღამოს, ყველამ გააკეთა თავისი არჩევანი. ზოგიერთი მათგანი დარჩა ერთგული ლოთისადმი ბოლომდე, მიჰყვა მას იმ ბრძოლებში, რომლებიც მოხდა 1993 და 1994 წლებში და ზოგიერთი მათგანი დაიღუპა ამ ბრძოლებში. სხვები კი, მათ შორის ის ადამიანი, რომელიც საუბრობს ჩვენთან, გააკეთეს განსხვავებული არჩევანი. მე ვუთხარი ლოთის იმ საღამოს, რომ მე აღარ შემეძლო მიმყოლოდა, ამბობს ის და მის ხმაში ისმის ტკივილი, რომელიც არ გაქრა 30 წლის განმავლობაშიც. მე ვუთხარი, რომ მე მჯეროდა მასში, მჯეროდა მის პრინციპებში, მაგრამ მე აღარ მჯეროდა, რომ ის გზა, რომელზეც ის მიდიოდა, იყოს სწორი. და ლოთიმ შემომხედა და მის თვალებში მე ვნახე რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, არა გაბრაზება, არა სიძულვილი, არამედ უსასრულო მწუხარება. თითქოს ის იცოდა, რომ ის კარგავდა არა მხოლოდ ერთ თანამშრომელს, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ის კარგავდა იმედს, რომ მისი ბრძოლა შეეძლო გაეგრძელებინა. ეს მომენტი, ეს უხილავი გარღვევა ლოთსა და მის უახლოეს თანამშრომლებს შორის იყო დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით გახდებოდა მისი საბოლოო იზოლაცია. რადგან როდესაც ადამიანი კარგავს თავის უახლოეს წრეს, როდესაც ის რჩება მარტო თავის რწმენასთან, ის ხდება მოწყვლადი, ხდება იზოლირებული, ხდება ადვილი სამიზნე იმათთვის, ვინც მას ეწინააღმდეგება. ლოთის ტრაგედია იყო ის, რომ ის იყო ძალიან პრინციპული, ძალიან ერთგული თავის იდეებისადმი, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ პოლიტიკაში, განსაკუთრებით იმ პოლიტიკაში, რომელიც იყო საქართველოში 1990 წლებში, პრინციპულობა ხშირად ხდება სისუსტე, თუ ის არ არის დაბალანსებული პრაგმატიზმით და მოქნილობით. და ლოთის არ ჰქონდა ეს მოქნილობა. ის იყო კაცი, რომელიც მიდიოდა პირდაპირ წინ, მიუხედავად იმისა, რა იყო წინ, კედელი, უფსკრული თუ მტერი. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაც აძლიერებდა ლოთის იზოლაციას და რაც, შესაძლოა იყო ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მისი ისტორიისა, ის ფაქტი, რომ ის თვითონ არ აცნობიერებდა, თუ რამდენად იზოლირებული იყო. ლოთი სჯეროდა, რომ მთელი სამეგრელო იყო მის უკან, რომ ხალხი მხარს უჭერდა მას, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ რეალობა იყო უფრო რთული. დიახ, იყო ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას, რომლებიც სწამდათ მის იდეებში. მაგრამ იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომლებიც უბრალოდ დაიღალნენ, რომლებიც ინდომებდნენ მშვიდობას, სტაბილურობას, ნორმალურ ცხოვრებას. და ეს ადამიანები, თუნდაც ისინი პატივს სცემდნენ ლოთის, არ იყვნენ მზად მიჰყოლოდნენ მას კიდევ ერთ ბრძოლაში, კიდევ ერთ კონფლიქტში. ეს გაუცხოება ლოთსა და იმ ხალხს შორის, რომლის სახელითაც ის ამბობდა, რომ იბრძოდა, იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი ბოლო ბრძოლა იყო განწირული წარუმატებლობისთვის. და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ არ შეეძლო ლოთის დაენახა ეს რეალობა? რატომ არ შეეძლო მას გაეგო, რომ მისი ბრძოლა, რომელიც ოდესღაც ჰქონდა ფართო მხარდაჭერა, ახლა უკვე კარგავდა ამ მხარდაჭერას?
პასუხი შესაძლოა მდგომარეობს იმაში, რაც შეიძლება ეწოდოს ლიდერის ტრაგედია, ის ფაქტი, რომ ლიდერები, განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებიც ღრმად სწამთ თავიანთ მისიაში, ხშირად ხდებიან იზოლირებულები საკუთარი რწმენის ბუშტში, სადაც ისინი ხედავენ მხოლოდ იმას, რასაც ინდომებენ დაინახონ და არ ხედავენ იმ რეალობას, რომელიც მათ გარშემო არსებობს. ლოთი იყო გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებიც ყოველთვის ეთანხმებოდნენ მას, რომლებიც ყოველთვის ამბობდნენ მას იმას, რასაც ის ინდომებდა გაეგო, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. და როდესაც ადამიანი, რომელიც ცდილობდა უთხრა მას სხვა თვალსაზრისი, სხვა რეალობა, ის ხშირად აღიქმებოდა როგორც მოღალატე ან როგორც სუსტი. ეს იყო ის გარემო, რომელმაც შექმნა ლოთის იზოლაცია და ეს იზოლაცია გახდა მისი დაცემის დასაწყისი. 1993 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, როდესაც ლოთი ქობალია იყო ზვიად გამსახურდიას მეამბოხე მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ის ცხოვრობდა რეალობაში, რომელიც სულ უფრო მეტად შორდებოდა იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობდა დანარჩენი საქართველო. მისთვის ეს იყო ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბრძოლა კონსტიტუციისთვის, ბრძოლა იმ პრინციპებისთვის, რომლებშიც ის სწამდა. მაგრამ დანარჩენი საქართველოსთვის, მათ შორის ბევრი ადამიანისთვის სამეგრელოში, ეს იყო კიდევ ერთი კონფლიქტი, კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც მოაქვს მხოლოდ სიკვდილი, განადგურება და ტკივილი. ხალხი უბრალოდ ინდომებდა, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო, ამბობს ყოფილი თანამშრომელი. ისინი ინდომებდნენ, რომ მათ შვილებს აღარ მოუწოდებოდათ იბრძოლონ, რომ მათ სახლებს აღარ დაბომბავდნენ, რომ ისინი შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ ცხოვრებაში. და ლოთის ბრძოლა, რომელიც მისთვის იყო პრინციპული და აუცილებელი, მათთვის იყო დაბრკოლება ამ ნორმალურობისკენ დაბრუნებაში. ეს გაუცხოება, ეს განსხვავება აღქმაში იყო ის, რაც საბოლოოდ გამოიწვია ლოთის დამარცხება. რადგან ბრძოლა, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, არის ბრძოლა, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პრინციპული ან სამართლიანი არის ის იდეები, რომლებისთვისაც იბრძვიან. და როდესაც 1994 წელს ლოთის რაზმები დამარცხდნენ და ის თვითონ დააპატიმრეს, ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო დამარცხება, არამედ დამარცხება იმ იდეისა, რომელსაც ის წარმოადგენდა, იდეისა, რომ პრინციპულობა და ერთგულება ფიცისადმი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პრაგმატიზმი და კომპრომისი. როდესაც ლოთი დააპატიმრეს, ბევრი ადამიანი იგრძნო შვებულება, ამბობს ყოფილი თანამშრომელი, და ეს სიტყვები ჟღერს მკაცრად, მაგრამ ისინი ასახავს რეალობას. არა იმიტომ, რომ ისინი სიძულვილით ეკიდებოდნენ ლოთის, არამედ იმიტომ, რომ ისინი იმედოვნებდნენ, რომ მისი დაპატიმრებით დასრულდებოდა ის უსასრულო ციკლი ძალადობისა და კონფლიქტისა, რომელშიც საქართველო იყო ჩაფლული. მაგრამ ლოთის დაპატიმრება არ დაასრულა ის კითხვები, რომლებიც მისმა ისტორიამ დააყენა. პირიქით, ეს კითხვები გახდა კიდევ უფრო მწვავე, კიდევ უფრო აქტუალური. იყო თუ არა ლოთი გმირი, რომელიც იბრძოდა პრინციპებისთვის, თუ ის იყო მეამბოხე, რომელმაც გაართულა უკვე რთული სიტუაცია. იყო თუ არა მისი ერთგულება ზვიად გამსახურდიასადმი ნიშანი ძლიერი მორალური ხერხემლისა, თუ ის იყო ბრმა ფანატიზმი. იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება იბრძოლოს ხელისუფლების წინააღმდეგ აქტი მამაცობისა, თუ ის იყო უპასუხისმგებლობა. ეს კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, არის ის, რაც ლოთი ქობალიას ისტორიას ხდის ასე რთულს და ასე მნიშვნელოვანს საქართველოს ისტორიისთვის. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ისტორიისა არის ის, რომ ლოთი ქობალია არ იყო უნიკალური. ის იყო ერთ-ერთი ათასობით ადამიანიდან, რომლებიც იმ პერიოდში აკეთებდნენ რთულ არჩევანს, რომლებიც ცდილობდნენ გაიგოთ, რა იყო სწორი და რა არასწორი იმ ქაოსში, რომელიც იყო საქართველო 1990 წლებში. ზოგიერთი მათგანი, როგორც ლოთი, აირჩია ერთგულება პრინციპებისადმი, თუნდაც ეს ნიშნავდა კონფლიქტს ხელისუფლებასთან. სხვები აირჩიეს პრაგმატიზმი, აირჩიეს კომპრომისი, აირჩიეს ის, რაც მათ ეჩვენებოდათ როგორც უფრო რეალისტური გზა. და არც ერთი ამ არჩევანთაგანი არ იყო აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი, ყველა მათგანი იყო მცდელობა გაუმკლავდნენ უკიდურესად რთულ სიტუაციას, სადაც არ არსებობდა სრულყოფილი გადაწყვეტილებები. ლოთი ქობალიას ისტორია, როგორც ამბობს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საუბრობს ჩვენთან, არის გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც საზოგადოება კარგავს უნარს დიალოგისა და კომპრომისისა. თუ ლოთი და ხელისუფლება შეეძლოთ ისაუბრონ, თუ ისინი შეეძლოთ ეპოვათ საერთო ენა, შესაძლოა ბევრი რამ განსხვავებულად მოხდებოდა, ამბობს ის. მაგრამ ორივე მხარე იყო ძალიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ძალიან დარწმუნებული, რომ მეორე მხარე იყო არა უბრალოდ შეცდომაში, არამედ იყო მტერი, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელი იყო. და ეს დამოკიდებულება, ეს უნარის არარსებობა დაინახო მეორე მხარე როგორც ლეგიტიმური მოწინააღმდეგე და არა როგორც მტერი იყო ის, რამაც გამოიწვია ის ტრაგედია, რომელიც განვიცადეთ.
დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ლოთი ქობალიას ისტორია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, არამედ ისტორია მთელი ერისა, რომელიც ცდილობდა იპოვოს თავისი გზა რთულ და ტრაგიკულ დროში. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება პრინციპულობა გახდეს როგორც ძალა, ისე სისუსტე, თუ როგორ შეიძლება ერთგულება გახდეს როგორც სათნოება, ისე ბრმა ფანატიზმი, თუ როგორ შეიძლება ბრძოლა სამართლიანობისთვის გადაიქცეს ტრაგედიად, თუ ის არ არის დაბალანსებული სიბრძნით და კომპრომისის უნარით. და ეს გაკვეთილები, რომლებსაც ლოთი ქობალიას ისტორია გვასწავლის, არის გაკვეთილები, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც გადის პოლიტიკურ კრიზისს და ეძებს გზას მშვიდობიანი და სტაბილური მომავლისკენ. რა არის თქვენი აზრი? შეუძლია თუ არა ლიდერს, რომელიც ღრმად სწამს თავის პრინციპებში, იყოს ამავე დროს მოქნილი და პრაგმატული, თუ ეს ორი თვისება არის ფუნდამენტურად შეუთავსებელი? ზუგდიდის სამხედრო ბაზის ერთ-ერთ დაცულ სარდაფში, სადაც ოდესღაც ინახებოდა საიდუმლო დოკუმენტაცია ეროვნული გვარდიის ოპერაციების შესახებ, დღეს დგას მტვრიანი კარადა, რომელშიც ჯერ კიდევ ინახება ის, რაც შეიძლება ეწოდოს დაკარგული არქივი, ლოთი ქობალიას ბრძოლების შესახებ. ეს არქივი, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, ბრძანებები, რომლებიც გაიცა ლოთის მიერ, ანგარიშები ოპერაციების შესახებ, პირადი ჩანაწერები, რომლებიც ასახავს მის აზრებს და გრძნობებს იმ პერიოდში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ არქივში არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რაც არ არის დოკუმენტები, რომლებიც განადგურდა 1994 წელს, როდესაც ლოთი დააპატიმრეს. რა იყო ამ დოკუმენტებში? რატომ უნდა განადგურებულიყო ისინი? და ვინ იყო პასუხისმგებელი ამ განადგურებაზე? ეს კითხვები, რომლებზეც პასუხები დღემდე უცნობია, არის ნაწილი იმ დიდი საიდუმლოებისა, რომელიც გარშემორტყმული აქვს ლოთი ქობალიას ბოლო თვეებს. ერთ-ერთი ყოფილი არქივარიუსი, რომელიც მუშაობდა ზუგდიდის ბაზაზე იმ პერიოდში, იხსენებს ღამეს, როდესაც მოხდა დოკუმენტების განადგურება. ეს იყო 1994 წლის დასაწყისი, რამდენიმე კვირის შემდეგ ლოთის დაპატიმრებისა, ამბობს ის, და მისი ხმა ჩუმია, თითქოს ის ეშინია, რომ ვინმე გაიგებს მის სიტყვებს. ღამის 2 საათზე მოვიდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალური უფლებამოსილება. ისინი შევიდნენ არქივში და დაიწყეს დოკუმენტების შერჩევა. არა ყველა დოკუმენტი, არამედ კონკრეტული საქაღალდეები, კონკრეტული ფაილები. და შემდეგ ისინი წაიღეს ეს დოკუმენტები და დაწვეს ისინი ბაზის ეზოში. მე ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ იცვოდა ეს ქაღალდები და ვფიქრობდი, რა საიდუმლოებები იცვის ამ ცეცხლში. რა ისტორია ქრება ამ კვამლში, ის რაც დაიცვა იმ ღამეს, შესაძლოა იყო გასაღები იმის გასაგებად, თუ რა ნამდვილად ხდებოდა ლოთი ქობალიას რაზმებში, რა იყო მისი ნამდვილი გეგმები, რა იყო მისი ნამდვილი мотивация. მაგრამ ის რაც დარჩა, ის ფრაგმენტული დოკუმენტები, რომლებიც გადარჩა განადგურებას, ასევე გვიყვება ისტორიას, თუმცა არასრულ ისტორიას. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი, რომელიც ინახება იმ მტვრიან კარადაში, არის პირადი ჩანაწერი ლოთისა, დათარიღებული 1993 წლის ოქტომბრით, ერთი თვის შემდეგ სოხუმის დაცემისა. ამ ჩანაწერში, რომელიც დაწერილია ხელით და რომელშიც ისმის ღრმა ემოციური ტკივილი, ლოთი წერს, დღეს მე ვიგრძენი, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდი, იყო ამაო. სოხუმი დაეცა, ჩვენი ხალხი გაიქცა, ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ. და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა უკანონოდ, რომელიც ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც ღალატობს ჩვენს ხალხს ყოველ დღე. მე აღარ შემიძლია დავჩუმდე. მე აღარ შემიძლია ვუყურო, როგორ ინგრევა საქართველო. მე უნდა გავაკეთო რაღაც, თუნდაც ეს ნიშნავს ჩემი ცხოვრების გაწირვას. ეს სიტყვები, რომლებიც დაწერა ლოთიმ თავის პირად დღიურში, ასახავს იმ შიდა ბრძოლას, რომელიც მას აწამებდა იმ პერიოდში. ის იყო კაცი, რომელიც ხედავდა თავის ქვეყანას ინგრევაში, ხედავდა თავის ხალხს ტანჯვაში და გრძნობდა, რომ მას ჰქონდა მორალური ვალდებულება გააკეთოს რაღაც. მაგრამ რა შეეძლო მას გაეკეთებინა? რა იყო ის რაღაც, რაზეც ის წერდა? და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ასპექტი ლოთის ისტორიისა, ის ფაქტი, რომ მისი პასუხი ამ კითხვაზე იყო კვლავ ძალადობა, კვლავ კონფლიქტი, კვლავ ბრძოლა. ის ვერ ხედავდა სხვა გზას, ვერ ხედავდა, რომ შესაძლოა არსებობდა სხვა საშუალებები, დიალოგი, კომპრომისი, პოლიტიკური მოლაპარაკება. მისთვის ეს ყველაფერი იყო სისუსტე, იყო ღალატი იმ პრინციპებისადმი, რომლებშიც ის სწამდა. მაგრამ არქივში არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს სხვა მხარეს ლოთი ქობალიასი, მხარეს, რომელიც იშვიათად ჩანს ოფიციალურ ისტორიაში. ეს არის წერილი, რომელიც ლოთიმ დაწერა თავის ოჯახისთვის 1993 წლის ნოემბერში, რამდენიმე კვირით ადრე ვიდრე ის დააპატიმრებდნენ.
ამ წერილში, რომელიც არასოდეს გაგზავნილა და რომელიც იპოვეს მის პირად ნივთებში დაპატიმრების შემდეგ, ლოთი წერს თავის ცოლსა და შვილებს: მე ვიცი, რომ თქვენ არ გესმით, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მე ვიცი, რომ თქვენ ინდომებთ, რომ მე დაუბრუნდე სახლში, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით, როგორც ნორმალური ოჯახი. მაგრამ მე არ შემიძლია. მე არ შემიძლია დავჩუნდე, როდესაც ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია, როდესაც ჩვენი ხალხი ტანჯვაში არის. თუ მე არ გავაკეთებ იმას, რაც უნდა გაკეთდეს, მაშინ რა სახის მამა ვიქნები? რა სახის ქართველი ვიქნები? მე ვიცი, რომ ეს გზა, რომელზეც მე ვდივარ, შესაძლოა არ დამიბრუნოს თქვენთან. მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს თქვენ გაიგებთ, რატომ მე ავირჩიე ეს გზა. და მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქნებით ამაყნი მე, არა იმიტომ, რომ მე გავიმარჯვე, არამედ იმიტომ, რომ მე ვეცადე. ეს წერილი, ეს პირადი და ემოციური მესიჯი ლოთისგან მის ოჯახისთვის, აჩვენებს იმ ადამიანურ ტკივილს, რომელიც იმალებოდა მის საჯარო იმიჯის უკან. ის არ იყო უბრალოდ სამხედრო მეთაური ან პოლიტიკური ფიგურა, ის იყო მამა, ქმარი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოჯახი და რომელიც ტანჯულობდა იმ არჩევანის გამო, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ამავე დროს ეს წერილი ასევე აჩვენებს იმ ფუნდამენტურ დილემას, რომელიც ლოთის წინაშე იდგა, დილემას ოჯახსა და მოვალეობას შორის, პირად ბედნიერებასა და საჯარო მოვალეობას შორის. და ლოთიმ, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა იმ პერიოდში, აირჩია მოვალეობა, აირჩია ის, რასაც ის თვლიდა უფრო მნიშვნელოვანად ვიდრე პირადი ბედნიერება. მაგრამ ეს არჩევანი მოიტანა ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვის, მისი მომხრეებისთვის, მთელი იმ ხალხისთვის, რომელიც ჩაერთო იმ კონფლიქტში, რომელიც მან დაიწყო. არქივში არის ასევე დოკუმენტები, რომლებიც ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობდა ლოთი შეენარჩუნებინა დისციპლინა და წესრიგი თავის რაზმებში იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი იშლებოდა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი არის ბრძანება, რომელიც გაიცა 1993 წლის ოქტომბერში, სადაც ლოთი კრძალავს თავის ჯარისკაცებს ჩაიდინონ ძარცვა ან ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, არა ანარქიისთვის, წერს ლოთი ამ ბრძანებაში. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხის დასაცავად, არა მათ დასაზიანებლად. ყოველი ჯარისკაცი, რომელიც დაარღვევს ამ წესს, დაისჯება მკაცრად. ეს ბრძანება აჩვენებს, რომ ლოთი ცდილობდა შეენარჩუნებინა მორალური სტანდარტები თავის რაზმებში, ცდილობდა, რომ მისი ბრძოლა არ გადაქცეულიყო უბრალოდ ბანდიტიზმად ან ანარქიად. მაგრამ რეალობა იყო ის, რომ ომში, განსაკუთრებით სამოქალაქო ომში, ძალიან რთულია შენარჩუნებული იქნას ასეთი სტანდარტები და იყო შემთხვევები, როდესაც ლოთის ჯარისკაცები დაარღვევდნენ ამ წესებს, რაც აზიანებდა მის რეპუტაციას და აძლიერებდა იმ ნარატივს, რომელიც მის მოწინააღმდეგეები ავრცელებდნენ, ნარატივს, რომ ის იყო ბანდიტი და ტერორისტი. მაგრამ შესაძლოა ყველაზე საინტერესო დოკუმენტი ამ არქივში არის ის, რაც შეიძლება ეწოდოს დაკარგული გეგმა, დოკუმენტი, რომელიც ასახავს ლოთის გეგმას იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო, თუ ის გაიმარჯვებდა თავის ბრძოლაში. ეს დოკუმენტი, რომელიც დაწერილია 1993 წლის ნოემბერში, ასახავს ლოთის ხედვას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო, თუ ზვიად გამსახურდია დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ამ დოკუმენტში ლოთი წერს დემოკრატიის შესახებ, კანონის უზენაესობის შესახებ, ადამიანის უფლებების შესახებ. ის წერს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო რეფორმები, როგორ უნდა აღდგენილიყო ეკონომიკა, როგორ უნდა შენარჩუნებულიყო ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ლოთი არ იყო უბრალოდ მეომარი, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა მომავლის შესახებ, ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო. მაგრამ ეს ხედვა, ეს გეგმა არასოდეს განხორციელდა. ლოთის ბრძოლა დამარცხდა, მისი რაზმები დაიშალა და ის თვითონ დააპატიმრეს. და ის დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მის ხედვას, დარჩა მტვრიან კარადაში, დავიწყებული და უბულებელყოფილი. მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს დოკუმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლოთი ქობალიას არქივისა, რადგან ის აჩვენებს, რომ ლოთი იყო არა მხოლოდ მეომარი, არამედ მოაზროვნე, არა მხოლოდ მეამბოხე, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა იდეები და ხედვა. და შესაძლოა, თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად გავიგოთ ლოთი ქობალია, ჩვენ უნდა ვუყუროთ არა მხოლოდ იმას, რაც მან გააკეთა, არამედ იმასაც, რასაც ის ცდილობდა მიეღწია იმ ხედვას, რომელიც მას ჰქონდა, თუნდაც ეს ხედვა არასოდეს განხორციელებულიყო. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ არქივს, ამ დაკარგულ დოკუმენტებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ ტრაგედიას იმისა, რაც შეეძლო ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს მოხდა. ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა იდეები, ჰქონდა ხედვა, ჰქონდა გეგმები, მაგრამ რომელიც ვერ შეძლო მათი განხორციელება, რადგან ის ცხოვრობდა დროში, როდესაც იდეები და ხედვები არ იყო საკმარისი, როდესაც საჭირო იყო ძალა, პოლიტიკური უნარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხის მხარდაჭერა.
და ლოთი ქობალიას ტრაგედია იყო ის, რომ მან დაკარგა ეს მხარდაჭერა, დაკარგა ის კავშირი ხალხთან, რომელიც ოდესღაც ჰქონდა და დარჩა მარტო თავის იდეებთან, თავის ხედვასთან, თავის ტრაგედიასთან. რა იფიქრებთ, შეიძლება თუ არა ისტორია მიხოს განსხვავებული, თუ ის დოკუმენტები, რომლებიც განადგურდა, დღეს არსებობდა და ყველას ხელმისაწვდომი იქნებოდა? 1993 წლის დეკემბერში, როდესაც ლოთი ქობალიას რაზმები უკვე იყვნენ გარშემორტყმული მთავრობის ძალების მიერ და დამარცხება იყო გარდაუვალი, მოხდა რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს საბოლოო ღალატი მომენტი. როდესაც ერთ-ერთი ლოთის უახლოესი თანამშრომლებიდან კაცი, რომელსაც ის ენდობოდა უპირობოდ, გადაწყვიტა გადასულიყო მთავრობის მხარეს და მიეცა ინფორმაცია ლოთის ადგილსამყოფელისა და მისი გეგმების შესახებ. ეს ადამიანი, რომლის სახელი დღემდე რჩება საიდუმლოდ უსაფრთხოების მიზეზების გამო, იყო ერთ-ერთი იმ 12-დან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ლოთის შესახებ. და მისი გადაწყვეტილება ღალატობისა არ იყო მარტივი, არ იყო იმპულსური, არ იყო მოტივირებული ფულით ან პირადი სარგებლით. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო რაღაც უფრო ღრმაზე, გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ლოთის გზა მიჰყავდა მხოლოდ უფრო მეტ სისხლისღვრამდე, უფრო მეტ ტრაგედიამდე. და რომ ერთადერთი გზა ამ ციკლის შესაჩერებლად იყო ლოთის შეჩერება. ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც იყო ჩართული იმ ოპერაციაში, რომელმაც გამოიწვია ლოთის დაპატიმრება, იხსენებს იმ ღამეს, როდესაც მოხდა ღალატი. ეს იყო ღამე, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს, ამბობს ის. ჩვენ მივიღეთ ზარი ადამიანისგან, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ლოთის ადგილსამყოფელის შესახებ. თავდაპირველად ჩვენ ვეჭვობდით, ეს შეეძლო ყოფილიყო ხაფანგი, შეეძლო ყოფილიყო მცდელობა, ჩვენი გადაბირება. მაგრამ როდესაც ეს ადამიანი მოვიდა და დაიწყო საუბარი, ჩვენ მივხვდით, რომ ის იყო ნამდვილი, რომ ის მართლა იყო ლოთის შიდა წრიდან. და ის, რასაც ის გვიყვებოდა, იყო ასე დეტალური, ასე კონკრეტული, რომ ჩვენ ვიცოდით, ეს იყო ჩვენი შანსი დაგვეჭირა ლოთი. მაგრამ რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ღალატობა? რა იყო ის, რამაც აიძულა ის უღალატა კაცს, რომელსაც ის მიჰყვებოდა წლების განმავლობაში? ოფიცერი, რომელიც საუბრობს ჩვენთან, იხსენებს იმ საუბარს, რომელიც მას ჰქონდა ამ ადამიანთან იმ ღამეს. მან მითხრა, რომ ის აღარ შეეძლო უყურებდა, როგორ იღუპებოდნენ ახალგაზრდა კაცები ლოთის ბრძოლაში. მან მითხრა, რომ ის ხედავდა, რომ ეს ბრძოლა იყო უიმედო, რომ ის არ მიჰყავდა არსად, გარდა უფრო მეტ სიკვდილამდე. მან მითხრა, რომ ის სჯეროდა ლოთის, სჯეროდა მის პრინციპებს, მაგრამ ის აღარ სჯეროდა, რომ ის გზა, რომელზეც ლოთი მიდიოდა, იყო სწორი. და ის გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გზა ამ ყველაფრის შესაჩერებლად იყო ლოთის ჩაბარება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ასპექტი ლოთი ქობალიას ისტორიისა, ის ფაქტი, რომ მისი დაცემა მოხდა არა მტრის ხელით, არამედ მეგობრის ხელით, არა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მას ცულდნენ, არამედ იმ ადამიანის მიერ, რომელიც მას უყვარდა და რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ის საკუთარი თავისგან. ღალატი, როგორც კონცეფცია, არის რთული და მრავალშრიანი. ოფიციალური ისტორია ხშირად წარმოგვიდგენს ღალატს როგორც რაღაც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურს, როგორც აქტს, რომელიც ყოველთვის არის ცუდი და დასაგმობი. მაგრამ რეალობა არის უფრო რთული. ზოგჯერ ღალატი შეიძლება იყოს აქტი სიყვარულისა, აქტი ზრუნვისა, აქტი მცდელობისა გადაარჩინო ადამიანი საკუთარი თავისგან. და ეს იყო ის, რაც მოხდა ლოთი ქობალიას შემთხვევაში, ის ადამიანი, რომელმაც მას უღალატა, არ აკეთებდა ამას სიძულვილის ან შურის გამო, ის აკეთებდა ამას იმიტომ, რომ ის სჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა შეჩერებულიყო ის ტრაგედია, რომელიც ვითარდებოდა. მაგრამ ეს არ ხდის ამ აქტს ნაკლებ ტრაგიკულს, ნაკლებ მტკივნეულს, ნაკლებ რთულს. ლოთი ქობალია დააპატიმრეს 1994 წლის დასაწყისში და მისი დაპატიმრება იყო დასასრული იმ თავისა საქართველოს ისტორიაში, რომელიც იყო სავსე ძალადობით, კონფლიქტით და ტრაგედიით. მაგრამ ეს არ იყო დასასრული იმ კითხვებისა, რომლებიც მისმა ისტორიამ დააყენა. პირიქით, ეს კითხვები გახდა კიდევ უფრო აქტუალური, კიდევ უფრო მწვავე. იყო თუ არა ლოთი გმირი ან მეამბოხე? იყო თუ არა მისი ბრძოლა სამართლიანი თუ უიმედო? იყო თუ არა მისი ერთგულება ზვიად გამსახურდია სადმი სათნოება თუ ბრმა ფანატიზმი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ მისი ისტორიიდან? ეს კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, არის ის, რაც ლოთი ქობალიას ისტორიას ხდის ასე მნიშვნელოვანს საქართველოსთვის. რადგან ეს არის ისტორია, რომელიც ასახავს იმ რთულ და ტრაგიკულ პერიოდს, რომელშიც საქართველო იყო 1990 წლებში. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კარგი ინტენციები მიგვიყვანოს ცუდ შედეგებამდე, თუ როგორ შეიძლება პრინციპულობა გახდეს როგორც ძალა, ისე სისუსტე, თუ როგორ შეიძლება ერთგულება გახდეს როგორც სათნოება, ისე ბრმა ფანატიზმი.
და ეს არის გაკვეთილები, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელიც გადის პოლიტიკურ კრიზისს და ეძებს გზას მშვიდობიანი და სტაბილური მომავლისკენ. ლოთი ქობალია გარდაიცვალა 2001 წელს და მისი სიკვდილით დასრულდა ცხოვრება კაცისა, რომელიც იყო ერთდროულად გმირი და მეამბოხე, პატრიოტი და ოპოზიციონერი, ერთგული ჯარისკაცი და პოლიტიკური მებრძოლი. მაგრამ მისი ისტორია, მისი ტრაგედია, მისი გაკვეთილები რჩება ჩვენთან დღემდე. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ საკუთარ თავს, არის არა ის, იყო თუ არა ლოთი გმირი ან მეამბოხე, არამედ ის, რა ვისწავლეთ მისი ისტორიიდან. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს გაკვეთილები, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები მომავალში? როგორ შეგვიძლია ავაშენოთ საზოგადოებას, სადაც პოლიტიკური განსხვავებები არ იქცევა სამოქალაქო კონფლიქტად, სადაც დიალოგი და კომპრომისი არის ნორმა და არა გამონაკლისი, სადაც ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მხარეს პოლიტიკურ ბარიკადებზე, არ არიან მტრები, არამედ თანამოქალაქეები. ეს არის კითხვები, რომლებზეც საქართველო ჯერ კიდევ ეძებს პასუხებს, და ლოთი ქობალიას ისტორია არის ერთ-ერთი გასაღები ამ პასუხების მოსაძებნად. რადგან მისი ისტორია არის არა მხოლოდ ისტორია წარსულისა, არამედ გაკვეთილი მომავლისთვის, გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ჩვენ კარგავთ უნარს დიალოგისა, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ერთი ერისა, ერთი ქვეყნისა, ერთი მომავლისა. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს მომავალი იყოს უკეთესი ვიდრე წარსული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებსაც ლოთი ქობალიას ისტორია გვასწავლის, გაკვეთილები ტოლერანტობის, დიალოგის, კომპრომისის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაკვეთილები იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, თავისი ძლიერებებით და სისუსტეებით, თავისი იდეებით და შეცდომებით, და რომ არავინ არის აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი. პირველად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლოთი ქობალიას პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 1993 წლის ბოლო თვეებში, თანახმა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიყვება ბოლო კვირების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ლოთთან სასოწარკვეთილ გეგმებამდე გაქცევის შესახებ, იმ მომენტამდე, როდესაც მან გააცნობიერა, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სულს გაგიჩერებთ. მე ვიცოდი, რომ ის დღე მოვიდო და იწყებს ის თავის მოგონებას და მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს, როდესაც იხსენებს იმ საღამოს 1994 წლის იანვარში, როდესაც ლოთი მას უთხრა, თუ ისინი მოვლენ ჩემთვის, შენ არ უნდა შეეცადო დამიცვა. შენ უნდა გადარჩე და უამბო ჩემს შვილებს, რომ მე ვიბრძოდი იმისთვის, რასაც ვსჯეროდი. რატომ იყო ლოთი დარწმუნებული, რომ მისი დასასრული ახლოს იყო? რა ხედავდა ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? და რატომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ატარებს ამ საიდუმლოების ტვირთს? ყოფილი მცველი, რომელიც ითხოვს სრულ ანონიმურობას უსაფრთხოების მიზეზების გამო, იხსენებს დეტალებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა საჯარო ჩანაწერებში. ის გვიყვება, თუ როგორ იცვლებოდა ლოთის ქცევა ბოლო კვირების განმავლობაში, როგორ ხდებოდა ის უფრო მოუსვენარი, უფრო ეჭვიანი, უფრო იზოლირებული. ის იწყებდა ღამის საათებში გაღვიძებას და დადიოდა ოთახში, ისე თითქოს ელოდა რაღაცას, იხსენებს მცველი. ერთხელ მე შევედი მის ოფისში და ვნახე, რომ ის იჯდა სიბნელეში, ფანჯრის წინ და უყურებდა გარეთ. როდესაც მე ვკითხე, რა ხდებოდა, მან მითხრა, ისინი მოდიან. მე არ ვიცი როდის, მაგრამ ისინი მოდიან. და მე უნდა ვიყო მზად. ეს პარანოია, ეს მუდმივი მოლოდინი დასასრულისა იყო რაღაც, რაც ახასიათებდა ლოთის ბოლო დღეებს. მაგრამ ეს არ იყო უსაფუძვლო შიში, ეს იყო რეალისტური შეფასება იმ სიტუაციისა, რომელშიც ის იყო. მცველი იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მას განსაკუთრებით ახსოვს. ეს იყო 1993 წლის დეკემბრის ბოლო, რამდენიმე კვირით ადრე ლოთის დაპატიმრებამდე. ერთ საღამოს ლოთი მოიწვია ჩემ და კიდევ ორი მისი უახლოესი თანამშრომელი. ის გითხრა, რომ მას ჰქონდა გეგმა გაქცევის შესახებ, გეგმა თუ როგორ შეეძლო დატოვებოდა საქართველო და წასულიყო ჩეჩნეთში, სადაც მას ჰქონდა კონტაქტები, რომლებიც დაეხმარებოდნენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ გეგმის დეტალების განხილვა, ლოთი მოეცრად შეაჩერა საუბარი და თქვა, არა. მე არ შემიძლია გავიქცე. თუ მე გავიქცევი, ეს ნიშნავს, რომ მე ვაღიარებ დამარცხებას, ვაღიარებ, რომ ყველაფერი რისთვისაც ვიბრძოდი იყო ამაო. მე უნდა დავრჩე აქ, უნდა შევხვდე ჩემს ბედს, რაც არ უნდა იყოს ის. ეს გადაწყვეტილება, ეს უარი გაქცევაზე იყო ტიპური ლოთისთვის. ის იყო კაცი, რომელიც არასოდეს გაურბოდა თავის პასუხისმგებლობას, არასოდეს გაურბოდა შედეგებს თავისი არჩევანისა. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაზეც მცველი საუბრობს, რაღაც, რაც აჩვენებს ლოთის უფრო ადამიანურ, უფრო მოწყვლად მხარეს.
ბოლო კვირების განმავლობაში ლოთი ხშირად საუბრობდა თავის ოჯახზე, იხსენებს ის. ის იხსენებდა თავის შვილებს, თავის ცოლს და ყოველჯერზე, როდესაც ის საუბრობდა მათზე, მის თვალებში ჩნდებოდა ტკივილი. ერთხელ მან მითხრა, ყველაზე რთული ნაწილი არ არის სიკვდილის შიში. ყველაზე რთული ნაწილი არის ცოდნა იმისა, რომ შენი შვილები გაიზრდებიან მამის გარეშე, რომ ისინი იზრდებიან საზოგადოებაში, რომელიც შესაძლოა მათ მამას უწოდებს ბანდიტს ან ტერორისტს. ეს არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს. ეს სიტყვები, ეს აღიარება პირადი ტკივილისა, აჩვენებს, რომ ლოთი არ იყო უგრძნობი ფანატიკოსი, ის იყო მამა, ქმარი, ადამიანი, რომელიც ღრმად ტანჯულობდა იმ არჩევანის გამო, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა. მცველი ასევე იხსენებს ბოლო საუბარს, რომელიც მას ჰქონდა ლოთთან, რამდენიმე საათით ადრე მისი დაპატიმრებამდე. ეს იყო 1994 წლის იანვრის დასაწყისი, გამთენიისას. ლოთი იჯდა თავის ოფისში და წერდა რაღაცას. როდესაც მე შევედი, მან შემომხედა და თქვა, მე ვწერ წერილს ჩემს შვილებისთვის. მე ვუთხარი მათ, რატომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, რატომ ავირჩიე ეს გზა. მე არ ვიცი მიაღწევს თუ არა ეს წერილი მათამდე, მაგრამ მე უნდა ვეცადო. შემდეგ ის გააჩერა წერა, შემომხედა და თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, თუ ისინი მოვლენ დღეს, თუ ეს არის ჩემი ბოლო დღე, მე ვიქნები მშვიდი. რადგან მე ვიცი, რომ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მე არ ვინანებ ჩემს არჩევანს, თუნდაც ის მიმიყვანა აქ, ამ მომენტამდე. ეს სიმშვიდე, ეს მიღება საკუთარი ბედისა იყო ის, რაც ახასიათებდა ლოთის ბოლო საათებს. როდესაც საბოლოოდ მოვიდნენ მისთვის, როდესაც მთავრობის ძალებმა გარშემორტყეს შენობა, სადაც ლოთი იმალებოდა, მცველი იყო იქ. მე ვიყავი მის გვერდით ბოლომდე, იხსენებს ის, და მის ხმაში ისმის ემოცია. როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ისინი გარეთ იყვნენ, ლოთიმ შეკრიბა ჩვენ ყველანი და თქვა, არავინ არ უნდა ებრძოლოს. არავინ არ უნდა დაიღუპოს ჩემი გამო. ეს არის ჩემი ბრძოლა, ჩემი არჩევანი და მე უნდა შევხვდე შედეგებს. თქვენ უნდა წახვიდეთ, უნდა გადარჩეთ, უნდა ისაუბროთ იმაზე, რაც ნამდვილად მოხდა აქ. და შემდეგ ის გავიდა, ხელები აწეული და ჩაბარდა. ეს იყო ბოლო დრო, როდესაც მე ვნახე ლოთი თავისუფალი კაცი. ეს მომენტი, ეს ბოლო აქტი ლოთი ქობალიასი, როგორც თავისუფალი კაცისა, იყო სიმბოლური. ის არ ებრძოდა ბოლომდე, არ ცდილობდა გაქცევას, არ ცდილობდა თავის გადარჩენას ნებისმიერ ფასად. ის უბრალოდ მიიღო თავისი ბედი, მიიღო შედეგები თავისი არჩევანისა. და ამ მიღებაში, ამ სიმშვიდეში, რომელიც მას ჰქონდა ბოლო მომენტებში, იყო რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს ღირსება, ღირსება კაცისა, რომელიც იცოდა, რომ ის გააკეთა ის, რაც მისი აზრით იყო სწორი და რომელიც იყო მზად გადაეხადა ფასი ამ არჩევანისთვის. მაგრამ რა მოხდა ლოთთან დაპატიმრების შემდეგ? როგორ გაატარა მან თავისი ბოლო წლები? ყოფილი მცველი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა კონტაქტი ლოთთან მის პატიმრობის პერიოდში, გვიყვება, რომ ლოთი არასოდეს დაკარგა თავისი რწმენა, არასოდეს დაინანა თავისი არჩევანი. მე ვნახე ის რამდენჯერმე ციხეში, იხსენებს ის. და ყოველჯერზე ის იყო იგივე ლოთი, მკაცრი, პრინციპული, დარწმუნებული თავის სიმართლეში. ის არასოდეს საუბრობდა თავის მდგომარეობაზე, არასოდეს ჩივოდა. ის ყოველთვის მეკითხებოდა ჩემს ოჯახზე, ჩემს ცხოვრებაზე და ყოველთვის მეუბნებოდა, არ დაივიწყო, რატომ ვიბრძოდით. არ დაივიწყო, რისთვის ვიბრძოდით. ეს იყო მნიშვნელოვანი და ეს რჩება მნიშვნელოვანი. ლოთი ქობალიას გზა დასრულდა 2001 წელს, მაგრამ მისი ისტორია, მისი ტრაგედია, მისი გაკვეთილები რჩება ჩვენთან. და როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკურ კონფლიქტს, არამედ ადამიანურ ტრაგედიას კაცისა, რომელიც ცდილობდა გააკეთოს ის, რაც მისი აზრით იყო სწორი, მაგრამ რომელიც აღმოჩნდა ისტორიის ტალღებში, რომლებიც მასზე ძლიერი იყო. რა არის თქვენი აზრი? შეიძლება თუ არა ადამიანმა იყოს ერთდროულად გმირი და ტრაგიკული ფიგურა, თუ ეს ორი ცნება ფუნდამენტურად შეუთავსებელია. უშიშროების სამსახურის პირადი საქაღალდე ნომერ 244, რომელიც ინახებოდა სპეციალურ სეიფში თბილისში და რომელზეც წვდომა ჰქონდა მხოლოდ 3 ადამიანს მთელ საქართველოში. შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით ლოთი ქობალიას შესახებ. ეს საქაღალდე, რომელიც დღეს ოფიციალურად არ არსებობს და რომლის შესახებ ოფიციალური პირები უარყოფენ ნებისმიერ ინფორმაციას, შეიცავდა დოკუმენტებს, რომლებიც ასახავდა საიდუმლო მოლაპარაკებებს ლოთთან, ცდილობებს მისი დარწმუნებისა, რომ ჩაებარებინა, შეთავაზებებს, რომლებიც მას გაუკეთეს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ საქაღალდეში იყო არა ის, რაც იყო, არამედ ის, რაც არ იყო, ბოლო გვერდი, რომელიც ამოგლეჯილი იყო და რომელზეც, თუ ჯერობა ერთ-ერთ ყოფილ უშიშროების ოფიცერს იყო დაწერილი რაღაც, რაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. რა იყო ამ გვერდზე? ვინ ამოგლიჯა ის?
და რატომ იყო ეს ინფორმაცია ასე საშიში, რომ ის უნდა განადგურებულიყო? ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობდა ლოთი ქობალიას საქმეზე 1993 და 1994 წლებში, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მან პირველად ნახა ეს საქაღალდე. ეს იყო 1993 წლის ოქტომბერი, რამდენიმე კვირის შემდეგ სოხუმის დაცემისა, იხსენებს ის. მე მივიღე დავალება გავაანალიზო ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ლოთი ქობალიაზე და მოვამზადო რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოგვეხერხებინა ის სიტუაცია. როდესაც მე გავხსენი საქაღალდე, მე ვნახე, რომ იქ იყო ყველაფერი, ანგარიშები მისი მოძრაობების შესახებ, ჩანაწერები მისი საუბრებისა, ანალიზი მისი სტრატეგიისა. მაგრამ ბოლო გვერდზე იყო რაღაც, რაც მე არ მესმოდა, იყო ჩანაწერი საიდუმლო შეხვედრის შესახებ, შეხვედრა, რომელიც მოხდა 1993 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემამდე ერთი თვით ადრე. ეს შეხვედრა, თუ ჯერობა ანალიტიკოსს, იყო შეხვედრა ლოთთან და მაღალ ჩინოსანთან თბილისიდან, შეხვედრა, რომელიც არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ჩანაწერებში, შეხვედრა, რომელზეც არავინ საუბრობს დღემდე. ჩანაწერში იყო დაწერილი, რომ ამ შეხვედრაზე ლოთის შესთავაზეს გარიგება, თუ ის შეწყვეტდა თავის ოპოზიციურ საქმიანობას და დაეხმარებოდა მთავრობას აფხაზეთში, მას შესთავაზეს სრული შეწყალება და თუნდაც პოზიცია ახალ მთავრობაში, იხსენებს ანალიტიკოსი. მაგრამ ლოთიმ უარი თქვა. ის თქვა, რომ ის არ შეეძლო მიეღო ეს შეთავაზება, რადგან ეს ნიშნავდა ღალატს იმ პრინციპებისადმი, რომლებშიც ის სჯეროდა. და შემდეგ ჩანაწერის ბოლოს იყო ერთი წინადადება, რომელიც მე არასოდეს დამავიწყდება. ლოთი ქობალია არის კაცი, რომელიც არასოდეს დაიხევს, არასოდეს დაინანებს და არასოდეს დაივიწყებს. ის არის საფრთხე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ეს ბოლო წინადადება, ეს შეფასება ლოთისა როგორც საფრთხე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, იყო ის, რაც შესაძლოა განსაზღვრა მისი ბედი. რადგან თუ ეს ჩანაწერი არის ჭეშმარიტი, ეს ნიშნავს, რომ ლოთის დაპატიმრება არ იყო უბრალოდ რეაქცია მის აქტივობებზე, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოფხვრას კაცისა, რომელიც ითვლებოდა საფრთხედ სახელმწიფოსთვის. მაგრამ რატომ იყო ეს გვერდი ამოგლეჯილი საქაღალდიდან? ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია უნდა განადგურებულიყო? ანალიტიკოსი, რომელიც საუბრობს ჩვენთან, აძლევს თავის ვერსიას. მე ვფიქრობ, რომ ვინმე, ვინც იყო ძალიან მაღალ პოზიციაზე, გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია იყო ძალიან საშიში. რადგან თუ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ეს შეეძლო აეხსნა, რომ ლოთის დაპატიმრება არ იყო უბრალოდ სამართლებრივი აქტი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. და ეს შეეცვალა ყველაფერი, შეეცვალა როგორ ხალხი აღიქვამდა ლოთის, როგორ ისინი აღიქვამდნენ მთავრობას, როგორ ისინი აღიქვამდნენ მთელ იმპერიოდს. მაგრამ არის თუ არა ეს ვერსია ჭეშმარიტი? არის თუ არა ნამდვილად არსებული ეს საიდუმლო შეხვედრა, ეს შეთავაზება, ეს გადაწყვეტილება აღმოფხვრის შესახებ? ჩვენ ვერ შევძლებთ ვიცოდეთ დარწმუნებით, რადგან ის დოკუმენტი, რომელიც შეეძლო დაედასტურებინა ეს ისტორია, აღარ არსებობს. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ლოთი ქობალიას ისტორია არის სავსე საიდუმლოებებით, სავსე კითხვებით, რომლებზეც პასუხები დღემდე უცნობია. და შესაძლოა ეს საიდუმლოებები, ეს უპასუხო კითხვები არის ნაწილი იმისა, რაც ხდის ლოთის ისტორიას ასე ფასცინაციურს და ასე ტრაგიკულს. ანალიტიკოსი ასევე იხსენებს სხვა ასპექტებს ლოთის საქმისა, რომლებიც არასოდეს გახდა საჯარო. იყო ინფორმაცია, რომ ლოთის ჰქონდა კონტაქტები გარეთ საქართველოსა, კონტაქტები ჩეჩნეთში, კონტაქტები რუსეთში, თუნდაც კონტაქტები დასავლეთში, იხსენებს ის. ზოგიერთი ამ კონტაქტებიდან შესაძლოა აძლევდნენ მას ფინანსურ მხარდაჭერას, სხვები შესაძლოა აძლევდნენ მას იარაღს, კიდევ სხვები შესაძლოა უბრალოდ აძლევდნენ მას პოლიტიკურ მხარდაჭერას. მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია იყო ძალიან ფრაგმენტული, ძალიან არასრული. ჩვენ არასოდეს შევძელით ვიცოდეთ სრული სურათი იმისა, თუ ვინ იყო ლოთის ნამდვილი მოკავშირეები, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მას. ეს გაურკვევლობა, ეს არარსებობა სრული ინფორმაციისა, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლოთი ქობალიას ისტორია რჩება ასე საკამათო და ასე ბუნდოვანი. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა ის, თუ ვინ იყო ლოთის მოკავშირეები ან რა იყო მისი ნამდვილი გეგმები, არამედ ის, რა იყო მისი ნამდვილი мотивация. რატომ აირჩია მან ის გზა, რომელიც მან აირჩია? ანალიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა ლოთის საქმეს, აძლევს თავის შეფასებას. მე ვფიქრობ, რომ ლოთი იყო კაცი, რომელიც ღრმად სჯეროდა იმაში, რასაც ის აკეთებდა, ამბობს ის. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა ძალაუფლებას ან ფულს ან დიდებას. ის იყო ადამიანი, რომელიც სჯეროდა, რომ ის იბრძოდა სამართლიანობისთვის, იბრძოდა პრინციპებისთვის, იბრძოდა იმისთვის, რაც მისი აზრით იყო სწორი. და ეს რწმენა, ეს ღრმა მორალური დარწმუნება იყო ის, რაც აძლევდა მას ძალას გაეგრძელებინა, თუნდაც როდესაც ყველაფერი იყო მის წინააღმდეგ.
მაგრამ ეს ასევე იყო მისი სისუსტე, რადგან ეს რწმენა ხდებოდა ასე ძლიერი, ასე აბსოლუტური, რომ ის კარგავდა უნარს დაენახა სხვა პერსპექტივები, დაენახა, რომ შესაძლოა არსებობდა სხვა გზები. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ლოთი ქობალიას ისტორია არის ისტორია, რომელიც სავსეა საიდუმლოებებით, კითხვებით და წინააღმდეგობებით. ეს არის ისტორია კაცისა, რომელიც იყო ერთდროულად გმირი და მეამბოხე, პატრიოტი და ოპოზიციონერი, ერთგული ჯარისკაცი და პოლიტიკური მებრძოლი. და შესაძლოა ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ სრული ჭეშმარიტება მის შესახებ, არასოდეს ვიცოდეთ ყველა საიდუმლოება, რომელიც გარშემორტყმული აქვს მის ისტორიას. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ლოთი ქობალია იყო კაცი, რომელიც ცხოვრობდა თავისი პრინციპებით, იბრძოდა თავისი რწმენისთვის და გადაიხადა ფასი თავისი არჩევანისთვის. და ეს, შესაძლოა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც მისი ისტორია გვასწავლის. 1994 წლის იანვარში, როდესაც ლოთი ქობალია უკვე იყო დაპატიმრებული და ელოდა თავის სასამართლო პროცესს, მოხდა რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს ბოლო მცდელობა მისი გადარჩენისა. ჯგუფმა ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ლოთის ყოფილი თანამშრომლები და მომხრეები, დაიწყა საიდუმლო კამპანია მისი გათავისუფლებისთვის. ისინი აგროვებდნენ ხელმოწერებს, აგროვებდნენ მტკიცებულებებს, ცდილობდნენ მოეძებნათ ადვოკატები, რომლებიც დაიცავდნენ მას სასამართლოში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ კამპანიაში იყო არა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ საჯაროდ, არამედ ის, რასაც ისინი ცდილობდნენ გაეკეთებინათ საიდუმლოდ, ისინი ცდილობდნენ მოეძებნათ ის დოკუმენტები, ის მტკიცებულებები, რომლებიც შეეძლო დაემტკიცებინა, რომ ლოთი არ იყო ბანდიტი ან ტერორისტი, არამედ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იბრძოდა თავისი რწმენისთვის. ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ კამპანიაში, იხსენებს იმ რთულ და საშიშ დღეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ ვიყავით საფრთხეში, ამბობს ის. ჩვენ ვიცოდით, რომ ხელისუფლება არ ინდომებდა, რომ ლოთის ისტორია გახდებოდა საჯარო, არ ინდომებდა, რომ ხალხი გაეგო ნამდვილი мотиваცია მისი ბრძოლისა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ ჩვენ გვქონდა მორალური ვალდებულება ვეცადოთ გადაგვერჩინა ის კაცი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რასაც ჩვენც ვსჯეროდით. ისინი ატარებდნენ ღამეებს დოკუმენტების ძიებაში, ატარებდნენ დღეებს მოწმეების მოძიებაში, ცდილობდნენ აშენონ საქმე, რომელიც შეეძლო დაეხმარა ლოთის სასამართლოში. მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ისინი აწყდებოდნენ დაბრკოლებებს, დოკუმენტები, რომლებიც ქრებოდა, მოწმეები, რომლებიც ეშინოდათ საუბრისა, ადვოკატები, რომლებიც უარს ამბობდნენ საქმის აღებაზე. ყველაზე რთული იყო ის, რომ ჩვენ ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ნარატივი ლოთის შესახებ, გრძელდება ყოფილი თანამშრომელი. ოფიციალური მედია აწარმოებდა ისტორიას, რომ ლოთი იყო ბანდიტი, ტერორისტი, კაცი, რომელიც ქმნიდა ქაოსს და ძალადობას. და ხალხი, რომელიც იყო დაღლილი ომისგან და კონფლიქტისგან, იწყებდა ამ ნარატივის რწმენას. ისინი ინდომებდნენ სკაპეგოუტს, ინდომებდნენ ვინმეს, ვისაც შეეძლოთ დაედო ბრალი ყველა იმ ტრაგედიისთვის, რომელიც მოხდა. და ლოთი იყო იდეალური სკაპეგოუტი. ეს ტრანსფორმაცია ლოთის საჯარო იმიჯისა, ეს გადაქცევა მისი პოლიტიკური ფიგურიდან კრიმინალურ ელემენტად, იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მისი ისტორიისა. მაგრამ მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მიუხედავად ყველა საფრთხისა, ეს ჯგუფი ადამიანებისა არ ჩერდებოდა. ისინი აგრძელებდნენ თავიანთ ბრძოლას, აგრძელებდნენ თავიანთ მცდელობას გადაერჩინათ ლოთი. და ერთ მომენტში ისინი იპოვეს რაღაც, რაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა, ისინი იპოვეს დოკუმენტი, რომელიც ასახავდა იმ საიდუმლო შეხვედრას, რომელზეც ლოთის შესთავაზეს გარიგება. როდესაც ჩვენ ვიპოვეთ ეს დოკუმენტი, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, იხსენებს ყოფილი თანამშრომელი. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ლოთი არ იყო უბრალოდ ბანდიტი, არამედ პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც თვითონ მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებას. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობა აღიარებდა მის ლეგიტიმურობას როგორც პოლიტიკური ძალისა. მაგრამ როდესაც ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ ეს დოკუმენტი, როდესაც ისინი ცდილობდნენ წარედგინათ ის სასამართლოში, მოხდა რაღაც, რაც არავინ ელოდა, დოკუმენტი გაქრა. ერთ დილას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ოფისი იყო გაძარცვული, იხსენებს ის. არაფერი არ იყო წაღებული, არა კომპიუტერები, არა ფული, არაფერი. მხოლოდ ერთი რამ იყო წაღებული, ის საქაღალდე, სადაც ინახებოდა ის დოკუმენტი. და ჩვენ მივხვდით, რომ ვინმე, ვინც იყო ძალიან ძლიერი, არ ინდომებდა, რომ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო. ეს ინციდენტი, ეს გაქრობა კრიტიკული მტკიცებულებისა იყო დასასრული მათი კამპანიისა. ისინი ცდილობდნენ გაეგრძელებინათ, ცდილობდნენ იპოვონ სხვა გზები დაეხმარონ ლოთის, მაგრამ ისინი იცოდნენ, რომ მათი შანსები იყო მინიმალური. ლოთი ქობალია მიიღო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა.
ის გაატარა წლები პატიმრობაში, წლები იზოლაციაში, წლები ელოდა იმას, რაც არასოდეს მოვიდოდა, აღიარება იმისა, რომ ის იყო მართალი, რომ მისი ბრძოლა იყო სამართლიანი, რომ მისი არჩევანი იყო სწორი. მაგრამ ეს აღიარება არასოდეს მოვიდა. ის დარჩა ციხეში, დავიწყებული ბევრი ადამიანის მიერ, დაგმობილი ოფიციალური ისტორიის მიერ, მაგრამ არასოდეს დაკარგა თავისი რწმენა, არასოდეს დაინანა თავისი არჩევანი. 2001 წელს, როდესაც ლოთი ქობალიას გზა დასრულდა, საქართველო იყო უკვე განსხვავებული ქვეყანა. ის ქაოსი, ის კონფლიქტები, ის ტრაგედიები, რომლებიც ახასიათებდა 1990 წლებს, უკვე იყო წარსული. ახალი თაობა იზრდებოდა, თაობა, რომელიც არ იცნობდა იმ დროს, არ ესმოდა ის დილემები, არ გრძნობდა ის ტკივილი, რომელიც განიცადა მათმა მშობლებმა და ბაბუებმა. და ლოთი ქობალია, კაცი, რომელიც ოდესღაც იყო ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურა საქართველოში, ნელ-ნელა ქრებოდა კოლექტიური მეხსიერებიდან, ხდებოდა სახელი, რომელსაც ზოგიერთები იხსენებდნენ პატივისცემით, სხვები გაბრაზებით, მაგრამ ბევრი საერთოდ არ იცნობდა. მაგრამ მიუხედავად ამ დავიწყებისა, მიუხედავად ამ გაქრობისა კოლექტიური მეხსიერებიდან, ლოთი ქობალიას ისტორია რჩება მნიშვნელოვანი. რადგან ეს არის ისტორია, რომელიც გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილებს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც საზოგადოება კარგავს უნარს დიალოგისა, როდესაც პოლიტიკური განსხვავებები იქცევა პირად მტრობად, როდესაც კომპრომისი ითვლება სისუსტედ და არა სიბრძნედ. ეს არის ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ ისტორია არ არის შავ-თეთრი, რომ ადამიანები არ არიან უბრალოდ გმირები ან მოღალატეები, არამედ რთული, წინააღმდეგობრივი არსებები, რომლებიც აკეთებენ არჩევანს რთულ სიტუაციებში და ცხოვრობენ შედეგებთან. დღეს, 30-ზე მეტი წლის შემდეგ იმ მოვლენებისა, რომლებმაც შეცვალა საქართველოს ისტორია, ჩვენ მდგავართ კვლავ იმავე კითხვების წინაშე, რომლებიც დაისვა იმ დროს. ვინ იყო ლოთი ქობალია, გმირი თუ მეამბოხე? იყო თუ არა მისი ბრძოლა სამართლიანი თუ უიმედო? იყო თუ არა მისი ერთგულება ზვიადგამსახურდია სადმი სათნოება თუ ბრმა ფანატიზმი? და ეს კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, არის ის, რაც ხდის ლოთის ისტორიას ასე აქტუალურს დღესაც. სოხუმის დაცემის შემდეგ, როდესაც ათასობით ქართველი გახდა ლტოლვილი, როდესაც ოჯახები დაიშალა, როდესაც მთელი რეგიონი ჩაფლულ იქნა ტრაგედიაში, ლოთი ქობალიამ იგრძნო, რომ მისი ყველაზე ცუდი შიში გახდა რეალობა. ის ხედავდა თუ როგორ ინგრევა ის საქართველო, რომლისთვისაც ის იბრძოდა, როგორ ტანჯავენ ის ადამიანები, რომლებსაც ის ცდილობდა დაეცვა. და ამ ტკივილში, ამ იმედგაცრუებაში ის გააკეთა ბოლო არჩევანი. არჩევანი კვლავ აიღო იარაღი, კვლავ ებრძოლა, კვლავ ეცა და შეეცვალა ის, რაც მისი აზრით იყო არასწორი. მაგრამ ეს ბოლო ბრძოლა, ეს ბოლო მცდელობა იყო განწირული თავიდანვე. ხალხი, რომელიც ოდესღაც მხარს უჭერდა მას, უკვე იყო დაღლილი, უკვე ინდომებდა მშვიდობას, უკვე არ იყო მზად კიდევ ერთი კონფლიქტისთვის. მისი უახლოესი თანამშრომლები, რომლებიც ოდესღაც მიჰყვებოდნენ მას უპირობოდ, იწყებდნენ ეჩვის შეტანას, იწყებდნენ კითხვას, თუ იყო თუ არა ეს გზა სწორი. და თვითონ ლოთი, კაცი, რომელიც ყოველთვის იყო ასე დარწმუნებული, ასე მტკიმე, იწყებდა გრძნობდეს იზოლაციას, გრძნობდეს, რომ ის რჩებოდა მარტო თავის რწმენასთან. როდესაც საბოლოოდ მოვიდა დასასრული, როდესაც მისი რაზმები დამარცხდნენ და ის თვითონ დააპატიმრეს, ეს იყო არა მხოლოდ დასასრული ერთი კაცის ბრძოლისა, არამედ დასასრული ერთი ეპოქისა, რომელიც იყო სავსე იმედებით და იმედგაცრუებებით, ბრძოლებით და ტრაგედიებით, გმირობით და ღალატებით. ეს იყო დასასრული იმ დროისა, როდესაც საქართველო ეძებდა თავის გზას, ცდილობდა გაეგო თუ რა უნდა ყოფილიყო ის, და ამ ძიებაში, ამ ცდაში იყო ბევრი ტკივილი, ბევრი სისხლი, ბევრი ცრემლი. ლოთი ქობალიას ისტორია დასრულდა ციხეში, დასრულდა იზოლაციაში, დასრულდა დავიწყებაში. მაგრამ მისი გაკვეთილები, მისი ტრაგედია, მისი კითხვები რჩება ჩვენთან. რადგან ჩვენ, როგორც საზოგადოება, ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ ის პერიოდი, ჯერ კიდევ ვცდილობთ შევაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ ისტორიის მონაწილეები, ჯერ კიდევ ვცდილობთ ვისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებიც ამ ტრაგედიამ უნდა გვასწავლოს. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ლოთი ქობალია არ იყო არც გმირი და არც მეამბოხე, ის იყო ადამიანი, კაცი, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში, რომელიც აკეთებდა რთულ არჩევანს, რომელიც ცდილობდა გააკეთოს ის, რაც მისი აზრით იყო სწორი. ის იყო საკუთარი დროის მძევალი იმ გარემოებებისა, რომელშიც ის ცხოვრობდა, მძევალი იმ ისტორიისა, რომელიც ვითარდებოდა მის გარშემო. და მისი ტრაგედია იყო ტრაგედია გაყოფილი ერისას, სადაც ძმა წავიდა ძმის წინააღმდეგ, სადაც ადამიანები, რომლებიც ერთნაირად უყვარდათ საქართველო, იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განსხვავებული ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს საქართველო. ზვიადგამსახურდიას მომხრეებისთვის ლოთი ქობალი არჩება გმირად, კაცად, რომელიც არასოდეს უღალატა თავის ფიცს, რომელიც იბრძოდა ბოლომდე იმისთვის, რასაც ის სჯეროდა,
რომელიც არ შეეშინდა დაეპირისპირებინა ხელისუფლება, როდესაც ის თვლიდა, რომ ეს ხელისუფლება იყო უკანონო. მათთვის ის არის სიმბოლო ერთგულებისა, პრინციპულობისა, მამაცობისა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის და მისი მომხრეებისთვის ლოთი იყო პრობლემა, კაცი, რომელმაც გაართულა უკვე რთული სიტუაცია, რომელმაც წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელმაც იარაღი აიღო საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ. მათთვის ის არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება გადადის ძალადობაში. მაგრამ ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, არის უფრო რთული, ვიდრე ეს ორი უკიდურესი პოზიცია. ლოთი ქობალია იყო კაცი, რომელიც ცდილობდა გააკეთოს ის, რაც მისი აზრით იყო სწორი იმ გარემოებებში, რომელშიც ის იყო. ის იყო ჯარისკაცი, რომელიც სწამდა ერთგულების, რომელიც სწამდა ფიცის, რომელიც სწამდა პრინციპების. და როდესაც ის ხედავდა, რომ ეს პრინციპები ირღვეოდა, როდესაც ის ხედავდა, რომ ის ფიცი, რომელიც მან მისცა, უგულებელ ყოფილ იქნა, ის არ შეეძლო დაჩუმებულიყო. ის უნდა ებრძოლა, უნდა ეპროტესტა, უნდა ეცა და შეეცვალა ის, რაც მისი აზრით იყო არასწორი. მაგრამ ამავე დროს ლოთი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა თავისი შეზღუდვები, თავისი ბრმა წერტილები, თავისი შეცდომები. ის იყო ძალიან პრინციპული, ძალიან შეუპოვარი, ძალიან დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. ის ვერ ხედავდა, რომ შესაძლოა არსებობდა სხვა გზები, სხვა მიდგომები, სხვა გადაწყვეტილებები. ის ვერ ხედავდა, რომ ზოგჯერ კომპრომისი არ არის სისუსტე, არამედ სიბრძნე, რომ ზოგჯერ დიალოგი არის უფრო ეფექტური, ვიდრე ძალადობა, რომ ზოგჯერ უნდა დაიხიო, რათა შემდეგ აღდგე უფრო ძლიერი. და ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც ლოთი ქობალიას ისტორია გვასწავლის, გაკვეთილი იმის შესახებ, რომ პრინციპულობა, რომელიც არ არის დაბალანსებული სიბრძნით და მოქნილობით, შეიძლება გახდეს როგორც ძალა, ისე სისუსტე. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ერთგულება, რომელიც არ არის დაბალანსებული კრიტიკული აზროვნებით, შეიძლება გახდეს როგორც სათნოება, ისე ბრმა ფანატიზმი. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ბრძოლა სამართლიანობისთვის, რომელიც არ არის დაბალანსებული თანაგრძნობით და გაგებით, შეიძლება გადაიქცეს ტრაგედიად. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ მიხყევით ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ლოთი ქობალია. და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.